პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ ამ ინტერესისთვის და იმისთვის, რომ მომეცით საშუალება თქვენთან საუბრის. დღეს როგორც ვიცით, ვისაუბრებთ შექსპირის ჰამლეტზე, საუბარს დავიწყებთ სულ 2 სიტყვით შევეხებით შექსპირის ბიოგრაფიას. ყველაზე სახალისო თემა ეს არის. შემდგომ ვისაუბრებთ იმ სიმბოლოებზე, რაც ხვდებს ამ პიესაში და შევეცდებით დავახასიათოთ პერსონაჟები და ამოხსნათ ის საიდუმლო, რასაც ეს პერსონაჟები ინახავენ. შექსპირის ბიოგრაფია, როგორც ვიცით, ბურუსით არის მოცული, ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს. მიუხედავად ამისა, ინგლისში ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გამოდის არა ასე ვთქვათ ბესტსელერი, არამედ აკადემიური ნაშრომი მისი ბიოგრაფიის შესახებ, ხო? არსებობს ასეთი ვერსია, რომ ამ სახელის უკან იმალება, სავარაუდოდ იმალებოდა ვიღაც არისტოკრატი, ხო? დაახლოებით 70 თუ 80 არისტოკრატი მაშინ ვინც იყო, ყველა არის ეჭვმიტანილი, რომ ეს იყო შექსპირი. მაგალითად, როჯერ მენერსი მის მეუღლესთან ერთად შევიდა ამ ეჭვმიტანილთა სიაში, ხო? ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს მეუღლე, ცოლ-ქმარი იყვნენ ავტორი ამ პიესების. უფრო თითქოს ისეთი წონიანი ვარაუდი და არგუმენტი არსებობს, რომ ფრენსის ბეკონი არის ის, ვინც იმალება ამ სახელის მიღმა, რადგან ასეთი გენიოსის გარდა სხვა ვერავინ დაწერდა რა ასეთ პიესებს. ბეკონი არის თქვათ შექსპირი, მაგრამ არის კიდე ასეთი ვარაუდი, რომ ბეკონი არის არა მარტო ჰამლეტის ავტორი, არამედ დონ კიხოტის ავტორი. ესე იგი საზღვარი არ აქვს კვლევართა ფანტაზიას, არ ვიცი. ოსკარ უაილდმა თქვა, ჰამლეტის ინტერპრეტატორები შეშლილები არიან თუ თავს ასე გვაჩვენებენ. ოსკარ უაილდი უფრო მართალი იქნებოდა, რომ ეთქვა ეს შექსპირის ბიოგრაფიებზე, ხო? მიუხედავად ამისა, რომ ეს სრულიად აბსურდული ვერსია, რომ ბეკონი არის დონ კიხოტის ავტორი და ასევე ჰამლეტის ავტორი, ხო? როგორც ჰამლეტზე წერია, ხო, ამ პიესაში პოლონიუსი ამბობს, რომ მის სიგიჟეში არის რაღაც ლოგიკა, უბრალოდ მეთოდი, ესე ამბობს, ხო? ამ რაღაც აბსურდულ ვერსიაში მაინც რაღაც არის ლოგიკა, უფრო კერძოდ იგულისხმება რა, რომ ეს არის უკვე რენესანსის ეპოქის დასასრული, სხრევა იმ იდეალების, რაც გააჩნდა რენესანს კრიზისი და ორივე პერსონაჟი, დონ კიხოტიც და ჰამლეტიც იგონებს სიგიჟეს, შეშლილობას რა. რაღაც ისეთი ნათესაობა მათ შორის არის, ხო? თუმცა ეს ვერსია აბსოლუტურად გამორიცხულია, ხო? ხო, სიგიჟე, რა თქმა უნდა, ეს შეშლილობა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. გალაქტიონი მახსენდება ხოლმე, ხო? ძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს. ეს ქიმერები არის ხო ადამიანის გონებაში, ხო? ბნელ ხვეულებში ალბათ ეს ტვინი იგულისხმება და ადამიანის გონება, ხო? ქიმერები, როგორც ვიცით, ესეთი აუცილებელი ისეთი ხო, გოთიკური არქიტექტურის ორნამენტი. ხო, უფრო ცლად და გენიალურად ამ შესახებ წერს მიშელ ფუკო ნაშრომში შეშლილობის ისტორია. უბრალოდ შეუძლებელია ხა ამაზე ცლად გავჩერდეთ. მე მახსენდება ჰეგელის სიტყვები, რომ
არა ის სიცოცხლე, რომელსაც ეშინია სიკვდილის და გაურბის მას, ხო, არამედ ის, რომელიც ამ ნეგატიურ თვალს უსწორებს და თავის გაცამტვერებაში მოიპოვებს თავს, ხო, აი ეს ასეთი სიცოცხლე არის ჰეგელისთვის ანუ უმაღლეს პრინციპში ქრისტიანია ჰეგელი და ანუ სიკვდილის დამთქმელი ამას ამბობს რა ჰეგელი. ანუ სიგიჟის ფენომენთან მიმართებითაც შეიძლება ჰეგელის ეს მიდგომა იყოს გასაღები. ანუ არა ის რომ აი დეკარტეს თქვათ სუბიექტი ხო რომელიც განდევნის და მხოლოდ თავის რაციოს. არამედ ის რომელიც რაღაცნაირად აითვისებს და თავის თავში ასე თქვა მოათვინიერებს რა შეშლილობას და ქიმერებს ესე ვთქვათ ხო ანუ ბეკონთან და შექსპირთან პარალელს რაც შეეხება კიდევ ანუ სპეციალისტებმა დათვალეს და ძალიან საინტერესო ესეთი შედეგი მივიღეთ რომ ანუ ბეკონთან ხდება 8000 სიტყვა ხოლო შექსპირთან 20000 სიტყვა. ხო, ну, კიდევ გამომდინარე რომ უფრო ვრცელია შექსპირის შემოქმედება. ანუ 20000 სიტყვიდან 3000-ზე მეტი არის ნეოლოგიზმი. ანუ ეს რაღაც ფანტასტიკური შედეგი არის. დაახლოებით 3200 სიტყვა არის ნეოლოგიზმი. ანუ შექსპირი ვირტუოზია სიტყვის დიდოსტატი არის, აი რა ქება უნდა თქვა რომ ანუ სათანადოდ შეაქო, ხო? მაგრამ ერთადერთხელ ჰამლეტში მასთან მაინც დგება გამოხატვის პრობლემა, ანუ რომ ხშირად ანუ ეს ძალიან ღრმა ფილოსოფიური პრობლემა, ანუ რომ სიტყვა რამდენად ადეკვატურად გამოხატავს, ნივთებს, სამყაროს, ანუ ზოგადად ყველაფერს რასაც ეხება, ხო? და ეს რაღაცა დგას რა ამ პიესაში ეს პრობლემა, ეს სცენა თუ გახსოვთ, ხო? ჰამლეტი რო ამბობს. სიტყვები რაღაც ისე აგდებით ამბობს რა ამ იმას, რომ ანუ ეს ხოლმე სიტყვები და ანუ ბოლოშიც ესე ამბობს რომ ანუ ამ სიტყვებს უტოვებს ჰორაციოს შენ აღწერე ეს ამბავი, ხოლო ყოველივე დანარჩენი დუმილია, ანუ არის რაღაც ანუ დუმილს ამჯობინებს, რაც ვერ გამოიხატება ადეკვატურად რა სიტყვებით. როგორც ვთქვით, იმ თეატრს, სადაც რომელშიც შექსპირი მოღვაწეობდა, ერქვა გლობუსი. და ამ თეატრის წარწერა იყო ასეთი, მასზე იყო ასეთი წარწერა. მთელი სამყარო თეატრი, ანუ ყველა მსახიობობს, ხო? ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თვითონ ლათინური სიტყვა პერსონა ნიღაბს ნიშნავს, ხო? ანუ ეს უშუალოდ ალბათ დაკავშირებულია ნამდვილი სახის მოპოვებასთან, ხო? ადამიანს აქვს ნიღაბი და არაერთი და ერთი აქვს სახე, ხო? და ის სახე უნდა მოიპოვოს, თავისი სახე უნდა მოიპოვოს, ხო? ანუ ეს ესე თქვა დრამატული მოქმედება იმითომ ხდება, რომ გამოჩნდეს ნიღაბი, გამოჩნდეს სახე და რა იმალება ამ ესე თქვა ნიღბის უკან. პრინციპში ეს უფრო ადრე პლატონმა თქვა. ну არჩება მანამდე კიდე სხვა მოაზროვნემაც თქვა. მაგრამ ანუ პლატონთან ვკითხულობთ, ხო, ასეთ რაღაცას კანონებში ვკითხულობთ ასეთ რაღაცას, ადამიანები არიან მარიონეტები და მხოლოდ ოდნავ არიან ზიარებულნი ჭეშმარიტებას, ხო? და პლატონი ასეთ რაღაცასაც, ну, პრინციპში პლატონი რას ამბობს ეს ცალკე ის არის, ხო? უბრალოდ პერსონაჟები ამბობენ, ხო? რომ ანუ ეს მათთვის უკეთესია, ხო? თვითონ ადამიანებისთვის არის უკეთესი. ანუ რაღაც ასეთ უცნაურ რაღაცას ამბობს და პრინციპში აი როგორც იწყება ეს პიესა, მალევე დგება ეს პრობლემა. დედას ეუბნება, ხო, ჰამლეტი. მე არ მაინტერესებს რა ჩანს. მე მაინტერესებს რა არის, ხო? ხო, ну ეს რა თქმა უნდა ესეთი ასე ვთქვათ ფილოსოფიური პრობლემა, ხო? ანუ სინამდვილის ძიება რა, ანუ ეს ასე ვთქვათ აღრევა
თითქოს გამომრიცხავი რაღაცების, ხო? ეს რა თქმა უნდა სხვა პიესებშიც ხდება, ჰამლეტშიც ხდება, აი მაკბეთში მაგალითად ეს სამი ალქაჯი რო არის, ხო? ისინი ამბობენ ასეთ რაღაცას. მშვენიერება საშინელია, საშინელი მშვენიერია. ხდება ზუსტ თარგმანს ვერ ვამბობ, ანუ ორიგინალი შეიძლება ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ დაახლოებით ასეთ რაღაცას, ხო? ანუ საპირისპირო რაღაცები, ხო, მშვენიერება, საშინელია. ეს რაღაცნაირად რო აი ეს უკვე ადამიანი ვეღარ გებულა, ხო, რა არის, რა ჩანს, სინამდვილე სად არის, ხო, ანუ როგორი არის, ხო. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ახლა როგორც ვიცით, ერთ-ერთი ცენტრალური ასე ვთქვათ, მეტაფორა ეს არის დროის მეტაფორა, ხო, დრო აი უშუალოდ ადამიანი არის დროის განსახიერება და უშუალოდ ჩვენ გვეხება, აი ჩვენ ვართ დრო რა, ადამიანები ვართ დრო რა და ანუ ეს პრობლემა ძალიან ცნობილია რომ ანუ დარღვეულია დროის კავშირი. ნუ სხვადასხვა თარგმანი არსებობს, ხო? The time is out of joint. ანუ უფრო იგულისხმება რომ სახსარში არის რა, ანუ გადატეხილი რა დრო. ანუ ეს რო ანუ დრო არის სახსარში გადატეხილი, ხო? რაღაცენ აი ესე ათამაშებს ამ მეტაფორას რა შექსპირი ხდება სხვადასხვა დროს, ხო? და ძალიან ისეთ დაკვირვებული კითხვა უნდა, მაინც აუცილებელია ჩავხედოთ ორიგინალს, თუნდაც კარგად ავიცოდეთ ინგლისური, აი ეს რაღაცა ძალიან აუცილებელია, ხო? აი მაგალითად ის ასევე ცნობილი აფორიზმი ჰამლეტიდან ბევრი რამ არის ჰორაციო ქვეყნად ისეთი რაც ფილოსოფოსს სიზმრადაც არ მოლანდებიათ, ხო, ასეთ რაღაცას ეუბნება ჰამლეტი. სხვადასხვა ეს სიტყვები იყო შექსპირის ფროიდის საყვარელი სიტყვები. შეიძლება დამონდა ხოლმე ამ სიტყვას. ზოგადად შექსპირი ძალიან უყვარდა ფროიდს. ხო, ანუ ორი სიტყვა მინდა. ორიგინალში როგორ არის? There are more things. ანუ things არის რაღაც, რამე. რა ნივთი ან საგანი. ანუ ეს ახლა ხშირად მეორდება და სად და როგორ ხმარობს შექსპირი ამას აქვს მნიშვნელობა, აი მაგალითად აჩრდილის მამის აჩრდილის ის ხوار გამოჩენილა ორიგინალის წერია is things, ანუ ასე ეწოდება რა things, ხო? აი წახაროთ ეს შვენიერებაში აღრევა ხდება, ხო? ანუ ესეთი კვლევარი იყო რენე ჟირარი, ანუ შესანიშნავი წინვალე გამოკვლევა აქვს შურის თეატრი, უილიამ შექსპირი. და იქ შეძლოს ძალიან კარგად რენე ჟირარი. ანუ წარმოვიდგინოთ თუ ესეთი რაღაც, ანუ გემბანზე დამაგრებულია, ხო, ტვირთი და მოხდა ქარიშხალი. და ეს ტვირთი უკვე ესე ასე ვთქვათ აილუფხა რა ერთმანეთში, უკვე გარჩევა შეუძლებელია, ხო, ყველაფრის, ხო? ანუ ჟირარი ამბობს რომ საზრისი ლაგდება ასე, ხო? უნდა არსებობდეს ოპოზიციები, უნდა არსებობდეს განსხვავებულობა. მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ეს ყველაფერი აღრეული არის, ეს რაღაც ლოგიკურად დალაგებული ოპოზიციები აღარ არის, სადაც შეიძლება რაღაცის გარჩევა. არამედ აი ეს რაღაც უკვე განურჩევლობა, რაღაც ისეთი ქაოსი არის, რომელიც ახლა მეტაფორულად რელიგიურ ენაზე რო ვთქვათ, აი რაღაც დემონებთან, ნუ რაღაც იმ ბოროტძალასთან, რაღაც სიმბოლისთან არის დაკავშირებული, ხო? ხო და ანუ ეს ძალა არის რაღაცნაირად ძალიან აი გზნობიარია შექსპირი ამ ძალის მიმართ. საერთოდ საკითხავია თქვათ შექსპირის ანუ რელიგიურობის ნუ პრობლემა, ხო, მაგალითად იასპერსი ამბობდა რომ ერთადერთი ანუ ყველაფერი ცოდა შექსპირმა, მაგრამ ანუ ყველაფერს გზნობდა, მაგრამ უგზნობელი იყო რელიგიის მიმართ, ხო? ანუ მე მაინც ვერ დავეთანხმები ამ შემთხვევაში იასპერს. აი მაგალითად არჩდილი რო ჩნება, ხო? ახლა ესეთი რამეა. აი ყველა კონფესიაში არ არის ასე. აი მაგალითად მართლმადიდებლობაში არის 64 ჯოჯოხეთი, კათოლიციზმში არის 3, ხო, განსაცმელი. და ანუ თუ ვივარაუდეთ რომ განსაცმელშია, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ ასევე რომ შექსპირის სიმპათია არის კათოლიციზმის მხარეს, ხო? ნუ ანუ თქვათ პროტესტანტიზმის
თემაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰამლეტი სწავლობდა ვიტენბერგში, ხო? ანუ ზოგი მკვლევარი მიიჩნევს პროტესტანტად შექსპირის, ზოგი კათოლიკეთ. აქ უკვე ხა სიმართლის დადგენა შეუძლებელია. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კონფესიების მიმართ უნივერსალურია, გულგრილი კი არ არის რელიგიის მიმართ. უბრალოდ ის ვერ ჯდება რაღაც განსაზღვრულ რაღაც კონფესიაში, ხო? ანუ ჰაროლდ ბლუმი უსამს ხშირად ამას ხალხს, რომ შექსპირი ეს არის უნივერსალური გენია, ხო? და ანუ მისი რაღაც ჩასვა მაშინ ხო ძალიან ძნელი არის, ხო? ანუ დემონურის პრობლემა ვახსენეთ. ანუ როგორი არის შექსპირის მიდგომა, ხო, ამ რელიგიური პრობლემების მიმართ. უნდა ვთქვათ, რომ აი ძალიან წინააღმდეგობრივი არის, ხო, ძალიან მოუხელთებელი არის, ხო? ერთი და იგივე რაღაც შეიძლება განმარტოთ საპირისპიროდ. დასაწყისშივე ჩვენ ხედავთ, რომ ანუ რაღაც ვარსკვლავი აიმეფა, ხო, ცაზე. ამაზე პირდაპირ ამბობდა, ხო, ანუ ეს ცველები. ახლა ეს შეგვიძლია გავიგოთ როგორც სახარებისეული სიუჟეტი, ქრისტეს დაბადება, რაღაც კავშირი აქვს შეიძლება ჰამლეტთან. ახლა ასე გამიყვე ან ნუმეროლოგიას, რომ აი ჰამლეტის 30 წლის არის, ანუ ახლა რა ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ კი ბატონო, რატომაც არა, ვერსიის სახით შეიძლება არსებობს, ეს შეიძლება იარსებოს, ხო? რომ გამოჩნდა ეს ვარსკვლავი აინთოცაზე, ხო? და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ქრისტეს დაბადებასთან, ხო? მაგრამ არსებობს მეორე ვერსია, რომელიც საერთოდ ანგრევს ამ ყველაფერს, ხო? ანუ ტიხო ბრაჰე მაგალითად კასიოპესთან ვარსკვლავებში, ხო? ანუ ის აკვირდებოდა და აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავის დაბადება და ბრაჰე ამბობს, რომ კეპლერის წერილში, რომ ესე იგი გამოდის, რომ რაც იყო ჩვენი სამყაროს სურათი, ის ინგრევა. ანუ სამყაროს სურათი, რომელიც არის დამყარებული არისტოტელიანურ წარმოდგენებზე, რომ არსებობს უძრავი კრისტალური ცა, ანუ ეს თუ ახალი ვარსკვლავი დაიბადა, ხო? ანუ ეს უკვე დამთავრდა, ეს არისტოტელური მოდელი რა. ხო და ანუ ამას გვაჩვენებს რა შეიძლება შექსპირი, რომ უკვე დამთავრდა ესეთი წარმოდგენა, ეს არისტოტელიანური წარმოდგენა, ანუ ასევე იყო გაზიარებული ოფიციალურად ეკლესიის მიერ, ხო? ანუ პირიქით ტიხო ბრაჰე ამბობს, რომ ეს მყარი რაღაც კრისტალური სფეროები კი არ არსებობს. არამედ ეს მოძრაობა არის შეგვიძლია ვირაუდოთ, ანუ ყველა მიმართულებით შეიძლება წავიდეს, ხო? ანუ რაღაც ისეთი ის კი არ არსებობს, ზემოთ რაღაც როგორც არისტოტელესთან არის, ხო? ეს უძრავი მამონზე უძრავი სფერო, ხო? არამედ აი ნებისმიერ მიმართულებით მოძრაობენ პლანეტები და ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ, ხო? ანუ ეს მსხრევა, ეს კრიზისი, ამას ქვია დესაკრალიზაცია, ხო? ანუ სამყარო განძარცული ღვთიურობისგან, ხო? აი უფრო შეიძლება ეს იყოს უფრო ახლოს, აი ეს კრიზისი აღწერა შექსპირმა. ანუ არა ის სამყარო, სადაც რომელიც შექმნა ღმერთმა, რომელიც შეიქმნა ადამიანისთვის და კიდე აი თუ გავაგრძელებ, სადაც თქვათ ზეკაცის საიშვა და ასე შემდეგ, ხო? არა, აი პირიქით შექსპირთან უფრო ხდება აი ზოოკოსმოსი, ანუ ესე იგი ცხოველური კოსმოსი. ეს აი ცხოველური მეტაფორები ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ცალკე შესწავლის საგანია და შესწავლილია კიდეც. სურავ კიკნაძე წერდა ერთგან, რომ ანუ ადამი 64-ში დაცემას გადაარჩინა სირცხვილმა, დაცემას ცხოველამდე, ანუ რო შერცხვა, ხო? რაღაცა ეს ხო ბარიერი რო არ დააცემულიყო ცხოველამდე. ანუ მაინც შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს, ცხოველის დონე არ არის ბოლო.
და ყველაზე ქვედა. უფრო ქვემოთ არის ქვეწარმავალი რა. და აი შექსპირთან ეს აი ზუსტად ეს არის რა, ქვეწარმავლები ფუთფუთებენ და ანუ აქ ამ პიესაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ვირთხის სიმბოლო, ხო? ანუ თავიდანვე თავს მცველებია, თავსაც კი არ გაურბენია. მე აი ეს ხშირად მეურდება რა, ეს საკმაოდ ისეც, ხო? ანუ კლავდიუს ადარებს, ხო, ვირთხას და შემდეგ, ხო? რომ ანუ ესე იგი ეს კი აღარ არის მორალი, ღირსება, რაღაც ხო, ერთგულება და რაღაც თავგანწირვა რწმენა და ასე შემდეგ, ხო? არამედ ეს ვირთხული ინსტინქტები, ხო? ანუ მეფელირი რო ამბობს ძაღლს ცხენს და ვირთხას აქვს სიცოცხლის უფლება და შენ არა კორდელია ხო ანუ კორდელია ხო გულს ნიშნავს ანუ ასეთი ღირსეული ასეთი სუფთა გულის ადამიანის ადგილი არ არის მის საპირისპიროდ არის ეს ქვეწარმავლები ნუ მარტო ქვეწარმავლები არა მაგრამ ცხოველები და ქვეწარმავლები ჩამოთვლილი აი ამათი ადგილია შენი ადგილი არ არის ხო ანუ უფრო ეს არის შექსპირისთვის ხო და აი ბაღის მეტაფორა ბაღის რა თქმა უნდა აი ესეთი რელიგიური მეტაფორა არის და აი რაც ამბობს ხო შეისა ჰამლეტი რომ ეს ბაღია სადაც ყველანაირი ეს ქვეწარმავლები ფუთფუთებს ხო ასეთ სიტყვას ამბობს ხო ახლა რომ მოძებნა შეიძლება ასე აი ეს ამბობს აი ეს წეული სარეველებით სავსე ბაღი ყველანაირი თესლზე ყვავილობს 1000 გვარი საზღვრობა ფუთფუთებს მასში ეს დევიდ ლინჩის ფილმი რომ არის ლურჯი ხავერდი ხო იქ ხო გახსოვთ ეს კაცი რომ წაიქცევა ამ ბაღში კვდება და მე ქვემოთ ჩადის კიდე კამერა და ეს აი ის რაღაც წერები რომ ფუთფუთებენ რაღაცა ხო აი თითქოს შექსპირული სცენა არის თითქოს რა ლინჩთან ხო ხო ახლა ესე უამრავი რაღაც შეიძლება ითქვას კიდე ხო მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს ვერ გავიხსენებთ. ანუ ესე იგი რა სიმბოლოები ჩამოთვალეთ? ანუ ბაღი ხო? რომ ანუ რაღაცნაირად ალბედითი სახეცვლილება ხდება შექსპირთან ამ კლასიკური სიმბოლოების, ხო? ბაღი არის აი ესეთი რელიგიური სიმბოლო, თქვათ გეთსამანის ბაღი, ქრისტეს ხო ვიცით ისტორიის სახარებიდან ანუ ეს ხდება ასეთი აპოკალიფსი არის სინათლის მისტერია სინათლის გამარჯვება ცოტა ისე წარმოჩენენ ხო რომ მაინც რაღაც ის არის გრევა და უბედურება მაგრამ აი საბოლოოდ ეს არის კლასიკური რელიგიური სქემა ასეთია რომ სინათლის გამარჯვება არის მაგრამ შექსპირთან აი ამ ღვთაებრივი გამარჯვების გარეშე არის ხო ანუ ეს გრევა ხდება მეფელირი ანუ აშკარად მეფელი არის შეკუმშული ბიბლია აი თლიანად ბიბლია რო დავაპატარავთ აი ძველი აღთქმიდან ყველა მოდელს გადის რა მეფელი და ბოლოს თავდება აპოკალიფსი თქო ანუ ამ სინათლის გამარჯვების გარეშე ანუ ეს რაღაცნაირად მწვავე თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ ეს რაღაც დეპრესია განიცადა შექსპირმა ახლა ბიოგრაფიას უნდა ახსნან რომ აი რაღაც სიყვარულში არ გაუმართლა ის ნუ ახლა ეს არ ვიცი უფრო მე მგონი მისაღები იქნება ის ვერსია რომ მას აწუხებდა ეს ფილოსოფიური ეგზისტენციალური პრობლემები და არა ის ახლა რაც ყველას შეხვედრია ხო ცხოვრებაში და ნიცშეც ამას ამბობდა სხვათა შორის რომ ანუ რა უნდა გადაეტანა შექსპირს რომ დაეწერა ჰამლეტი ხო ანუ მასში მოხდა ეს რაღაც აი ეს მანამ ფასეულებათა გადაფასება ანუ აი პირდაპირ დანახშირება რა ასე დაწვა რა თავიდან შეიძლება ყველა ადამიანი რაღაც ისეთი იდეალებით შედის ხო ცხოვრებაში მაგრამ ეს რაღაც გადატრიალება აშკარად მოხდა ну რა მოხდა ახლა კონკრეტულად ხო ანუ ერთ-ერთი კიდე მნიშვნელოვანი სიმბოლოა წიგნი დანტესთან წიგნი არის ანუ აი თქვათ ეს ფურცლები რაც შეიძლება გაბნეულია სამყაროში ანუ ღმერთი მისთვის არის სიმბოლურად გამოსახული როგორც წიგნი ანუ ამ ყველაფერს თუ მოვაწესრიგებთ შევკრავთ ხო მივიღებთ წიგნს ხო ანუ რაღაც მას სინთეზირებელი ფუნქცია აქვს ღმერთს მისთვის ხო ჰამლეტი თორე სხვანაირად არის უფრო დიამეტრულად რაღაც სხვა მნიშვნელობა აქვს ხო წიგნი ანუ
აჩდილი რო ეუნება ხო ამ სიტყვებს რომ გაუნხელს ხო ამ საიდუმლოს რომ სინამდვილეში მოკლეს და ასე შემდეგ ხო ჰამლეტი ამას რომ ანუ გულის პიცარზე უნდა დავიწევ ანუ ასეთი უკვე მეტაფორა შემოდის წიგნის რა რომ აქ რაღაც გულის პიცარზე უნდა დავიწევ რომ ეს სიტყვები და ეს წარე სიტყვები ხო რომ ბოროტ ადამიანს ღიმილი არ გაუჭირდება ხო ნუ მაჩაბლის თარგმანში ასე არის ხო ან თანამედროვე თარგმანში სხვანაირად არის რომ ანუ ადამიანი შეიძლება გიღიმოდეს და თან სამარეს გითხრიდეს ხო და ანუ ეს ხდება რაღაცნაირად სხვადასხვა გოეთემ შენიშნა ეს პირველად რომ ჩვენ რაღაც გაგება დავკარგეთ ანუ ასეთი სიმბოლოებისო და მე ამბობს პირველში ამას რომ წიგნიო რა წიგნის სიმბოლო ჩვენ არ გესმის რა ხო ანუ ასე შეიძლება გავიგოთ ალბათ მაინც რომ ანუ რაღაცა დიამეტრულად განსხვავებული არის ხო ამ კლასიკური ვარიანტისგან და ისიც ახლა რო გავიხსენით ხო ანუ სიტყვები ანუ ოფელია რო ეკითხება ხო ჰამლეტს უკავია ხელში წიგნი და ოფელია რო უნება ხო ანუ რას კითხულობთ ბატონო წიგნები ისა სიტყვები ხო რა თქმა უნდა საინტერესო კითხვაა თუ რას კითხულობს ჰამლეტი ხო რა წიგნი უკავია ხელში ახლა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით უამრავი სხვადასხვა ვერსია არსებობს მაგრამ აი მე ძალიან ისეთი უფრო გონივრული მომეჩვენა რომ ასეთი პიესა იყო თომას კიდის ესპანური ტრაგედია კლასიკური შურიზიების თემაზე შექმნილი ტრაგედია და ანუ ეს მიდის რაღაც რეზონირებს რა ერთმანეთთან ხო ამას ეხმიანება შურიზიების თემას ასევე ჰამლეტი ხო და მისთვის არ არის ეს რაღაცნაირად ესეთი მოცემულობა რაც თომას კიდის პიესაში რომ ანუ შური უნდა იძოს და ყველაფერს აკეთებს შური იძოს ჰამლეტთან ასე არა რაღაცნაირად ეს შეეჭება ხდება ხო ანუ შური უნდა ვიძი უნდა შევამოწმა ხო ჯერ და რაღაც ხო ანუ და ამიტომ ეს თითქოს რაღაც ისე ამბობს რომ ეს არაფერი არ არის რა ეს კლასიკური შურიზიების ტრაგედია ხო ხო კარგით ანუ ახლა უშუალოდ პერსონაჟები დავახასიათოთ ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესოა, ყველა დეტალი, რა თქმა უნდა. დავიწყოთ კლაუდიუსით, ხო? კლაუდიუსის განსაკუთრებულება ჩემი აზრით მდგომარეობს მასში, რომ მას აქვს სინდისი. ანუ ესეთი რა ვიცი, დიდრონი დამნაშავენი, ხო, რაც ხდება სხვა პიესებში, მაგალითად რიჩარდ მესამე მაკბეტი ხო? ანუ მათ სინდისი არ აქვთ რა. აბსოლუტურად არ აინტერესებს. ანუ ბავშვია მოსაკლავი, გზაზე ეღობება, ხო? ანუ კლავენ არ აინტერესებს რა. და არც ნანობი. აი, მაკბეტი ხო ესეთი, აი ბოლომდე რა. არ დავნებ, არ გავწყდები, არ ვინანებ. და აი ბოლომდე გადის რა ამ გზას, ხო? ну რიჩარდ მესამეც კიდე ახლა ეს რაღაც კიდე ცალკე ის სხვა კალაფოჩი გადახოგდეს მაგრამ ესე რო ვთქვა რა არსებითად ხო ანუ ამ დიდი დამნაშავეებისგან რით განსხვავდება კლაუდიუსი ხო რომ მას აქვს სინდის ის ინან კი ჩაიდინა ის უმძიმესი ცოდვა და სხვადასხვა აი შექსპირი ყველაფერზე განსხვავებულია და მას პირველ ცოდვად მიაჩნდა არა ადამიანის დაცემა არამედ ის რაც კლაუდიუსმა ჩაიდინა ანუ ძმის კვლელება რა ანუ კაინის და აბელის ცოდვა მიეჩნდა პირველ ცოდვად რა ანუ ნუ ყოველ შემთხვევაში რენე ჟირარი ასეთ რაღაცას ასე წერს და უფრო გონირული ასე ჩანს მასთან ეს არის რა ძმის კვლელება არის მისთვის აი ეს და კლაუდიუსი ასე ამბობს თუ ჩავიდინეს პირველ ცოდვა რა და ინანიებს ხო ანუ ბერძნულად სინდისი არის სვინ ეიდოს ხო აი რუსულ ენაზე რაღაცა უფრო კაფიო ჩანს ეს ხო ანუ აი სოვეს ანუ თანაცოდნა აი სოზნანი ანუ ცნობი აი რაღაცა გამოდის რომ ცნობიერებასთან არის დაკავშირებული ეს რაც სინდისი და ცნობიერება რა და აი ჰამლეტი ცნობილი მონოლოგში ხო ყოფნა არ ყოფნა ამბობს რომ ჩვენ მონებად გვაქცევს ცნობიერება. ანუ ესე იგი ცნობიერება ჩვენ გვასუსტებს რა, სინდისი გვასუსტებს და აქ რაღაც პარალელი შეიძლება გავავალოთ ჰამლეტსა და კლაუდიუსს შორის, რაც არ უნდა უცნაური იყოს და შეიძლება გამრავლდეს კიდეც ეს პარალელი, რაღაც უცნაური მსგავსება არსებობს მათ შორის, ხო
ანუ ის უნდა მოკლას, ხო? მისი ამოცანა ეს არის, ხო? ჰამლეტმა ეს უნდა გააკეთოს. და ნელ-ნელა ის აცნობიერეს. ანუ ფროიდი რას ამბობდა? რატო ყოყმანობს? რა არის მიზეზი ჰამლეტის ანუ შურიზებას თქვა რატო აჭიანურებს. ანუ ფროიდის ეს კონცეფტი ვიცით, ოიდიპოს კომპლექსი, რომ ანუ თქვა ტოლვა დედისადმი და სიძულული მეტოქე მამისადმი. ანუ ეს არაცნობიერში ახლა გაიზრდება ადამიანი რაღაც მეც. უბრალოდ არაცნობიერში როდეს ეს არის იმას რომ ის არ მოქმედებს და მას მექანიზმის ფუნქცია არ გააჩნია და ამას ფროიდი რომ ეს ამას რაღაცნაირად სინათლის შუქი უნდა მოხდეს გავაცნობიეროთ და ანუ იმ ქიმერებს ხო ეხლა გალაქტინი რო გავიხსენეთ სინათლე უნდა შეანათოს გავაცნობიეროთ რომ გადავლახოთ რომ იმან ჩვენ არ გვამოძრავოს ხო მაგრამ არაცნობიერად არის თუ როგორც არის ხო სწორში ეს კავშირი ანუ ფროიდი ამბობს რომ არსებობს ჰამლეტსა და კლავდიუს შორის რომ რაც დევს ჰამლეტში არაცნობიერად ეს ოიდიპოს კომპლექსი ხო ის რეალობაში გააკეთა კლავდიუსმა ხო ანუ მამა მოკლა და დედა ცოლად შეიტო და ამიტომ ყოყმანობს რა ფროიდის ინტერპრეტაცია ასეთი არის ხო ну აი ძალიან ცლად და ესე დეტალებში ანუ კი თავიდან თითქოს ძალიან ლოგიკური ჩანს და რაღაც მაგრამ შემოთლად და ასეც არ არის ხო ანუ ძალიან ისეთი მაინც საკამათო არის ხო ესეთი რაღაც ხო კლავდიუსთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი სცენები. ეს არის ეგრეთ წოდებული ორი პორტრეტის სცენა, ხო? ანუ ჰამლეტი რო შედის დედის ოთახში და ეუბნება, აი შეხედე ორი პორტრეტი არის, ხო? ანუ მამა ჰამლეტის და ბიძის, ხო, კლავდიუსის. და ანუ რაც თითქოს რიტორიკას მიმართავს. აი ძალიან ისეთ რაღაც შედარებებს იყენებს, რომ ანუ მამაც აშიაყავს და ეს ამას აქვესკნელის რა კლავდიუსს, ну რაღაც აი ძალიან დიამეტრული სხვაობა არის მათ შორის და აი როგორო ხო რაღაცნაირად ხო ანუ ამის მერე როგორ გაყევით ცოლად გერტრუდას ეუბნება ხო? ახლა ზოგადად აი ძალიან მარტივად იხსნება აი გერტრუდას ესე ვთქვათ ხო კი ის არის ინცესტი არის მაგრამ უბრალოდ ეს არ უნდა დავივიწყოთ ეს არ არის ქორწინება სიყვარულით სიმპათიით ეს სამეფო ოჯახია პოლიტიკაა და სხვა რაღაც არის ანუ თავისუფალი ნება ხშირად არ გააჩნიათ რა სამეფო ოჯახის წევრებს და ანუ ეს გარიგებით პოლიტიკური რაღაც ანგარიშით ხდება ქორწინება ხო და რაღაცა მასში ნელ-ნელა ჰამლეტი მაინც აღვიძებს ხო ამ სიმძის და პირდაპირ დედა ეუბნება ხო გულში ხანჯალს მიტყავ ანუ სიტყვებზე ამბობს ხანჯალს სიტყვებს მიტყავ რა ესეთ რაღაცას ამბობს ხო ხო და მართლაც ხდება რა ეს მასში რაღაცა სხვა ცნობიერების გაღვიძება ხო გერტრუდაში ხო ანუ სცენა არის ასეთ ხო ორი პორტრეტი მამის და ბიძის ხო რენე ჟირარი თორე აქ ეჭვს გამოთქვამს რომ იმდენად რიტორიკული არისო ჰამლეტის რაპარაკის სიტყვებიო ის რა გულწრფელი არ არისო რა ანუ განსხვავებაზე რო აკეთებსო აქცენტსო ხო მე უფრო ვეჭვობ რომ აქ გავსებაზე არისო და იცით აი სადღაც მართალი არის შირარი ანუ ჰამლეტის სინამდვილეში წრფელი სიყვარული და სიმპათია მამის მიმართ არ გააჩნია რა მართლა რიტორიკა არის ეს რომ აი ეს რაღაც მზის ღმერთია და რაღაცა და ამის მერე ამ ტიკინას გაყევი და რაღაც ხო ცოლად ანუ აი დაუკვირდეთ სცენას როდესაც სასაფლაოზე იღებს იორიკის თავის ქალას ხო ჰამლეტი იორიკი იყო სამეფო მასხარა ანუ აი რა სიყვარულით ლაპარაკობს, რა წრფელად. ანუ აბსოლუტურად მამისგან არ ახსოვს არანაირი სიტყვა. ხო კი მესმის რომ მეფეა და ასის მაინც ხო მამა აი არნე ერთ იმას ვერ იხსენებს ისეთ სცენას რომ აი რაღაცნაირად იყოს ისეთი რა აი ნათელი თბილი და რაღაც აი ასე ლაპარაკობს ხოლოდ სამეფო მასხარაზე ხო იორიკზე ხო და უფრო მასთან ახდეს იდენტიფიკაციას ვიდრე მამასთან რა ანუ იორიკი და სინამდვილეში ასეც არის ხო ანუ ახლა აი რომ გადავალთ 10 დილის სახელოზე მე იქ გამოჩნდება რომ ჰამლეტი სინამდვილეში
იდენტიფიკაციას ახდენს მასხარასთან. რა მასხარა არის რა სინამდვილეში. ტრაგიკული მასხარა არის ჰამლეტი. ხო, სხვანაირად აი მისი ასე ვთქვათ როლი და საიდუმლო არ იხსნება, ხო? ხო, ანუ ისე დავუბრუნდეთ ამ ორი პორტრეტის თემას და აქ შეიძლება კი ჟირარი მართალია, მაგრამ ასეთ შეიძლება დავინახოთ, ანუ ეს ახლა ძალიან მოკლედ ვთქვათ ლიტერატურულ ენციკლოპედიაში რაღაც სტატია ჰამლეტზე ანუ იქ რო წავიკითხოთ, იქ ეწერას რომ ანუ 10 წელი მოუწოდებს შურიძიებისკენ. ხო, ანუ ესეც არ არის, ცოტა სხვანაირად არის. ანუ უფრო გამოდის, რომ ეჭვიანობის ობიექტი არის გერტრუდა. ანუ ჰამლეტის მამა იმასაც ეუბნება, ანუ დედაზე ელაპარაკება რა, ანუ რომ დედა არიდეო ამ ბოროტებას, ხო? ანუ თვითონ ჰამლეტსაც გააჩნია ეს რაღაცნაირად ეს ლტოლვა, ანუ ეს უკიდურესი რაღაც აგრესია რო დედას, აი უკიდურესად სულად ელაპარაკება და მალახ ხანჯალს ურტყამს გულში გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ მაინც და ეს რაღაცნაირად შეწყულებულია, ხო? ძალიან მძაფრი გრძნობები აჩნია, ხო? ანუ მარტო აგრესია კი არა, რა თქმა უნდა, სიყვარულიც, ხო? ხო და ანუ რაღაცნაირად ეჭვიანობა ნიშნავს, რომ ვიღაცას ადამიანს უნდა კონდეს მესაკუთრის უფლება, ხელი დააძოს და თავის იმაში მოაქციოს, ხო? აი გერტრუდა არის ასეთი, ვის გამოც ხდება სინამდვილეში ეს რაღაც ხო, ეჭვიანობა, ხო? და აი რაც მე ესე სწორად დავინახე, ჰამლეტი ამისგან თავისუფლება რა, ამ ეჭვიანობისგან როგორც მესაკუთრის პოზიციისგან. ის საბოლოოდ უარს ამბობს ტახტზეც, ხო, ანუ არა მარტო გერტრუდაზე და ანუ ამ კომპლექსისგანაც თავისუფლება. ის ტახტზე შეგნებულად, ანუ მიწიერ ძალაუფლებაზე უარს ამბობს რა და ანუ ესეც ხო აშკარად ჩანს, ხო? ხო. სცენაში ეს არის კიდევ დაკავშირებული კლაუდიუსთან ძალიან გენიალური ოსტატობით აკეთებს ამას შექსპირი. ანუ ჰამლეტი როგორ ამბობს, რომ მე უნდა გამოვიჭირო კლაუდიუსის სინდისი, ანუ სათაგურს უწოდებს, ანუ ეს ხაფანგი დაუგო რა ბიძას, ანუ რაც მან ჩაიდინა იმის ასე ვთქვათ ცოცხალ რეალიზებას ან თვალწინ ამ სანახაობას უჩვენებს, ხო? და აინტერესებს თან აკვირდება, ხო? ანუ თუ მას ეს მოახდენს გავლენას, ესე იგი ესე დამნაშავეა, ხო? ანუ ის მაინც ეჭვობს, ეს მართლა ესე იყო თუ არა. სცენაში ეს არის ბორხესი მახსენდება ხოლმე. აი ბორხესი პირდაპირ ესე ვთქვათ სიამოვნებისგან დნებოდა ხოლმე. ამაში დარწმუნებულია, აი ასეთ რაღაცებზე. ანუ ბორხეს განსაკუთრებით აინტერესებდა რა, რომ ანუ პერსონაჟი როდის ხდება, რომ მის პერსონაჟია. ანუ ხო არის, რომ აი ბოლომდე როლშია შეჭრილი რა, ანუ ცხოვრებაში ასე არის რა, ანუ ბევრი ადამიანი აი ანუ ყოველგვარი შეჭრების გარეშე რაღაც აი სრული იდენტიფიკაციას ახდენს საკუთარ თქვათ ან სოციალურ სტატუსთან ან რაღაც მიკუთვნებულად ან ნაციონალურ ან ასე შემდეგ. ხო, ეს რაღაც ნაპრალი აი რაღაც შეჭრების რაღაც ეს არ აქვს რა. ხო, ან ბორხეს ეს აინტერესებდა, რომ როდის ხდება ეს და როდი ხდება მაშინ, როდესაც აი თითქოს ორი სარკე დგას ერთმანეთის პირისპირ და ეს ორი სარკე არის ანუ მაყურებლები, კლაუდიუსი, გერტრუდა, ანუ ხო ეს სამეფო კარი და იგივე რაც თამაშდება, ხო? და ამ დროს რა ხდება, ესე იგი ჰამლეტი არღვევს სცენურ ილუზიას თავისი შენიშვნებით, ანუ ამ თეატრალურ წარმოდგენაში ის ასე ვთქვათ იჭრება და არღვევს ამ სცენურ ილუზიას, მაგრამ ამავე დროს წარმოაჩენს რეალობის თეატრალობას, ხო? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და აი არო ძალიან სინამდვილეში გროტესკული სცენა არის, ხო, ეს სცენა. გროტესკი არის ტრაგიკულის და კომიკურის შერწყმა, ხო, ერთად. ანუ სასაცილოც არის და სერიოზულიც არის, ხო? და არ ვიცი, აი ძალიან
მარტივია თითქოს, მაგრამ ძალიან რთული გასაშიფრი არის რა ეს სცენა. აი მაგალითად ძალიან ძნელი გასაგებია, რატო არ მოქმედებს თავიდან კლაუდიუსზე ეს სცენა. ანუ უსიტყვო პანტომიმა გათამაშდება, იგივე რაც ჩაიდინა, მიდის თქვა კურსში ასხამს, ხო, საწამლავს და არ მოქმედებს. მეორე ისთან უკვე როცა სიტყვით დაიწყებენ ლაპარაკს, მაგ დროს უკვე აღშფოთებული დგება კლაუდიუსი და გადის და ანუ ჰამლეტი ხდება რომ ანუ ეს არის ხო დამნაშავე, მაგრამ ამავე დროს გადის და ლოცულობს ხო კლაუდიუსი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სცენა არის, რადგან ჰამლეტი ასე თქვა თავზე დაადგება და ფიქრობს სური, ანუ უკვე ცხადი გახდა მისის რომ კლაუდიუსია მკვლელი და შური იძიოს თუ არა, მაგრამ ანუ არ კლავს, ლოცვის დროს არ კლავს ხო? ანუ აქაც ჩანს მის ეს ესე ვთქვათ ფილოსოფიური ბუნება და ხასიათი ხო? ანუ სხვა პერსონაჟი მაგალითად ლაერტი ხო? ოფელიას ძმა. ლაერტი ცდილობს იძიოს შური მამის გამო, პოლონიუსის გამო ხო? ჰამლეტზე იძიოს შური. და რას ამბობს? ტაძარში რო შემხვდეს, იქაც მოვკლავ რა. ანუ აბსოლუტურად ანუ ჰამლეტი არ კლავს, ლოცვის დროს ჩერდება რა. ბიძალოცლოცეს ჩერდება და ანუ ეს რაღაცნაირად აი ესე იყოფა იცით ადამიანები, აი მოქმედების ადამიანი და ასე ვთქვათ ეს რეფლექსიის ადამიანი. ჰამლეტი უფრო რეფლექსიის ადამიანი. ის მოქმედები და აი რაღაცნაირად ეს უცნაური კავშირი არსებობს, ხო? პრინციპში რომ იყო ყველა პერსონაჟთან არსებობს ეს უცნაური კავშირი და ლაერტთანაც, ხო? ხო, ანუ ესეც შეიძლება ითქვას, რომ შექსპირთან არ არის მთავარი რაღაცა მოქმედების ერთიანობის პრინციპი. ანუ კლასიცისტი არ არის შექსპირი და ანუ როგორ რაღაცას აკეთებს. მისთვის მთავარია უფრო ანალოგიის პრინციპი. მაგალითად არის ერთი სიუჟეტი, ხო? და ამ სიუჟეტს აორმაგებს, ასამაგებს ზოგჯერ, ხო და ასე შემდეგ, ხო? აი დაუკვირდით, მამის გამო შურის მაძიებელი რამდენი პერსონაჟი ყავს. ეს სიუჟეტი რამდენჯერ მეორდება. ყავს ჰამლეტი, უსოლოდ ლაერტი და ფორტინბრასი, ხო? თან სახელები მეტყველია, ანუ მაგალითად კლაუდიუსი ნიშნავს კოც, ხოლო ფორტინბრასი მტკიცე რკინის ხელს ნიშნავს, ან ბედის წერის ხელს, ხო? ან ბოლოს ის იგდებს ხელში სამების ხდება რა მეთე ხო ფორტინბრასი ხო და აი ესეთ ვარიაციებს ანუ რაღაცას გაითამაშებს სერიოზულად მე იგივე ფაბულას დაგვანახებს კომიკურ პლანში ხო ანუ აი ეს წყება არის რა რამდენიმე წყება არის და ანუ რამდენიმე შურის მაძიებელი არის და ეს რაღაც კონტრასტული განსხვავება არის ჰამლეტსა და ლაერტს შორის ხო აი როგორც ახლა ვახსენეთ რომ ანუ ეკლესიაში იქაც მოკლავ რა მაგას ამბობს ხო და სხვადასხვა ლაერტი არის ის ადამიანი რომელიც რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად მაგრამ ჰამლეტში აღძრავს მოძრაობას. ანუ ჰამლეტი ხო პარალიზებული, ანუ მისი ნება არის პარალიზებული, რაღაც ხო ეს მერყეობს და ანუ რო ხედავს ხო ჰამლეტისა, უკაცე ხო ლაერტი ხო, ანუ ეს უყოყმანოდ შეუულია რა იმოქმედოს და ძალიან უცნაური რაღაც არის იმ წინარე ჰამლეტში, ანუ საგადეს იქა ესეთი სცენარი ეს რაღაც პარალელები არის იმ წინარე ჰამლეტთან, მაგრამ ეს სცენა აი საფლავში ოჩახდებიან, ეს მარტო აქ არის, ხო? არ ვიცი, აი ასეთ რაღაცებს აი მაგა გენიალური კვლევრებიც ასენ ბოლომდე ვერ ხსნიან, ხო? ანუ რა ხდება, ხო? ანუ ეს სასოწარკვეთილებაში ყოფილი პარალიზებული ჰამლეტი ლაერტთან ერთად ხდება საფლავში, ოფელია საფლავში ხდება და იქიდან იწყება რაღაცა უკვე ამოძრავება რა. აი ბუდის უხდის ლაერტს, არ ვიცი, ძალიან უცნაური რაღაცები ხდება, ხო? თითქოს მასაც სურვილი უჩნდება, რომ ესეთი გახდეს რა, როგორც ლაერტი არის, ხო? რაღაცნაირად აი ტონუსი იწევს ხო ანუ თითქოს იმ ბოლო იმ ქვედა იქამდე ჩადის საფლავში და იქიდან უკვე იწყებს მოძრაობას რა უკვე ამოძრავდება იქიდან რა ოფელიას შესახებ თქვათ რა თქმა უნდა რამდენიმე სიტყვა ძალიან უცნაური პერსონაჟია ძალიან ძნელია მისი ესე ვთქვათ ინტერპრეტირება ანუ აქაც სიგიჟის თემა ხდება ხო ჰამლეტის სიგიჟე თუ მოჩვენებითია ანუ მას
ვთქვათ, როგორც ხრიკი ისე ჭირდება. ოფელიას სიგიჟე ნამდვილი არის, ხო? ხო, ანუ მიშელ ფუკო წერდა ამის შესახებ კარგად, რომ ანუ სინამდვილეში მაინც სიკვდილისკენ სწრაფვა არის რა ჰამლეტში რა ეს ფროიდიანული ანუ თანატოსი, ხო? და ეს სიგიჟე არის ის რაც ანუ ახლოს რა დასასრულთან რა ადამიანს და ანუ ოფელიას სიგიჟეც ასეთი არის, ხო? ანუ როგორ მიდის ის დასასრულისკენ, ხო? თან ყვავილების ენით მეტყველებს, ხო? ანუ ეს ძალიან ძნელი გასაშიფრე აი რისი თქმა უნდა, თქვათ ოფელიას, ანუ როგორ ვთქვა, აი რაც კარდინალურად განსხვავებული ინტერპრეტაციები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, შეიძლება ცოტა ეს ხატება, ასე ვთქვათ, დავამიწოთ. ну, დავამიწოთ როგორც უფრო მიწიერი გავხადოთ, ხო? ანუ არის ვერსია მაგალითად, რომ ოფელი არის ფერგძიმით. ანუ ამაში ხო არაფერი არ აკლდება და აი ძალიან თანამლაკანი ამაზონს რომ ეს პიესა არის უკვე აი ძალიან თანამედროვე ხო უბრალოდ ხა ძველ დროში გასაგებია ხო რომ ანუ მაინც ეს ცოტა ესეთი რაც პიკანტური თემაა ხო ანუ შეიძლება ასეც ვივარაუდოთ რომ ჰამლეტ ანუ უყვარს ხო ჰამლეტი უყვართ ერთმანეთი ცხოვრობდნენ ერთად და ანუ ჰამლეტისგან ელოდება შვილს ხო, აი ის სცენარი რომ არის, როცა უკვე შეშლილი ოფელია გამოეცხადება გერტრუდას და მე ამბობს რომ ჩემ კარეტას შევაბრუნებ, შევატრიალებო და ანუ კარეტაში უგრძნობა ანუ რომ ეს ფეხზიმეთ არის, ხო? ანუ რაღაც მინიშნებებს ამბობს, ხო, ანუ ეს ვარაუდით შეიძლება არსებობს და ასევე ისიც შეიძლება გავაანალიზოთ, აი ეს ხდება მისთვის შეშლილობის მიზეზი, ანუ ხდება მიზეზი რა. ანუ მკვდარია პოლონიუსი მამა, ხო? ცოტა უხერხულია ესე ვთქვა, რომ აი მამის სიკვდილი არ არის მიზეზი იმისა, რომ შეშლილობა გამოიწვევს ადამიანში. არა იმიტომ, რომ აი მამასაც გააჩნია, შეიძლება გადასარევი ადამიანი უყვარდეს შვილს ძალიან სიმპათიები, წრფელი სიმპათიები ქონდეს, მაგრამ რაღაცა მაინც ასეა, რომ ანუ მამა გარდაიცვალა, აი ეს რაღაც წრფელია ხო, გლოვა და ეს წუხილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ახლა გაგიჟდება, ხო, ადამიანი. აი ოფელია გაგიჟდა, ხო? და რატო? ანუ თითქოს აი ზოგი მკვლევარი ასე ხსნის, რომ აი ეს აგრეთვე მოკლე ჩართო, აი ორი დინება ერთმანეთს უნდა დაემთხვა, ორმა რაღაცამ უნდა გადაკვეთოს ერთმანეთი რა. ორმა მწვავე პრობლემა. ანუ ერთი არის ეს მამის სიკვდილი, მეორე არის ის, რომ მამა მოუკლა მისი შვილის მამამ, ანუ ჰამლეტმა მოუკლა რა, მამა. ანუ როგორც თქვით, ახლა გროტესკი ეს არის ტრაგიკულის და კომიკურის შერწყმა, ხო? ანუ ასეთ რაღაც უკიდურესობების შერწყმა, ანუ ასე ვერ აიტანა რა ოფელიამ, რომ ანუ ასე სიკვდილი და სიცოცხლე რაღაცა ერთმანეთს შეერწყა რა, ერთმანეთთან ძალიან დაახლოვდა რა, ძალიან გადაკვეთეს, ხო, ესე ერთმანეთი და კაცრავთ. ხო, ანუ სხვაგანაც გვანახებს შექსპირი ამ მეტაფორას ამ რაღაც ესე უცნაურ რაღაც გადაკვეთებს რა, მაგალითად ჰამლეტი რომ ამბობს რომ ესე იგი უკიდურესად ის აქვს დაძაბული ხონერვები და აი ისე ხედავს რა ყველაფერს და ძალიან მწარე სიტყვებს ამბობს რა, რომ ესე იგი ამ დედის გათხოვებაზე რა ამბობს, ხო? ის საჭმელებიო რაც სამგლოვიაროს უფრაზე იყო, აიღეს და იქ გადაიტანეს საქორწილოს უფრაზე, ხო? ანუ ეს რაღაცა შერწყმა ხო, ანუ რაღაც ქელეხის და ქორწილის და რაღაც ანუ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ну ზოგი მკვლევარის ვარაუდით აი ეს რაღაცა ვერ იმასქნა რა, ვერ გადახარშა ესე ვთქვათ ოფელიას ცნობიერება, ხო მისმა სუსტმა ცნობიერება. ანუ თქვით რომ კარდინალური შეიძლება იყოს ინტერპრეტაცია, ანუ ესეთი რაღაც ჩაულებრივი ძალიან კარგი გოგონა, ხო, ფერგძიმია რაღაცა და მოხდა ესე, ხო, და ანუ შეიშალა, მაგრამ ასე აქ მას რაღაცნაირად სხვა დატვირთა, მაგალითად რუსი
ფსიქოლოგი იყო ვიგოტსკი, მას აქვს ჰამლეტზე ვრცელი ნაშრომი და ის მუდამ ხაზს უსვამს იმას, რომ ოფელია ეს არის ლოცვითი საწყისი. ანუ რაღაც ლოცვასთან არის დაკავშირებული. ლოცვა უფრო ანუ როგორ არის იცით ეს პიესა, ანუ რაღაც ორი მიმართულება გააჩნია, ანუ რაღაც ზედა და ქვედა და ანუ რაღაც სამოთხისებური და ჯოჯოხეთური რა და ანუ ჰამლეტი უფრო ქვემოთ მიდის რა. ჯოჯოხეთისკენ აქ ეს მიზიდულობა რა, ანუ აი იქითკენ ასკარად აქვს ხო ეს ვექტორი და ოფელია უფრო სხვანაირია რა. ოფელია აი უფრო შემწყნარია, რაცენ არის კი ეს სინათლე მასში არის ხო, ანუ ხო. ხო, ანუ ახლა გადავიდეთ ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ეს არის ჰამლეტის მამა, აჩრდილი. ხო, ანუ ძალიან ენიგმატურია, ძალიან უცნაურია, ანუ ეს დასაწყისშივე სხვადასხვა ფუკოს აქ სტატია ოიდიპოსის ცოდნა. ხო, ანუ ოიდიპოსი ხო ბოლოს გეგმულობს ხო თავის რაღაც თავარ რაღაცას ხო? და აი ჰამლეტში პირიქით არის. ანუ ამ რაღაც თავარს ჰამლეტი თავიდანვე გეგმულობს ხო? თავიდანვე ეცხადება აჩრდილი ხო? ხო, ანუ რა შეიძლება ითქვას? ხო, აჩრდილი ანუ როგორც არის მეფე, ხო? გაუმხელს ამ საშინელ საიდუმლოს ჰამლეტს, ანუ ეკრანიზაცია რომ არის, ლორენს ოლივიე რო თამაშობს, ხო? ანუ ეს სცენა როგორ არის, იცით? აი პირდაპირ აი ცივი ოფლეას ხავს რა, ჰამლეტის როლს თამაშობს ლორენს ოლივიე და ეს რაღაცა ისე ცახცახით რაღაცა აბსოლუტურ სერიოზულობით შეყურებს მამის აჩრდილს და ძალიან განიცდებს საფრად, ხო? ბრუნდება მეგობრებთან. ხო, მე თან რა არის ის საქმენიშნულოვანი, რომ ჰამლეტი არის ცოდნის კაცი. ანუ რო აჩერებენ, მე უნდა ვიცოდე, ხო, მეგობრები აჩერებენ და ესე უნდა მოკლავ, ემუქრება რა, გამიშიტო თორე დახოცავ თორე. ანუ მე უნდა ვიცოდე რა, ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ცოდნა აქვს ჰამლეტს, ხო? ჰამლეტის ცოდნა არის ტრაგიკული ცოდნა. ეს არის რაღაც ალბათ ირაციონალური, აი რაღაც იმის შეშლილობასთან დაკავშირებული ტრაგიკული ცოდნა, ხო? აი რაც ახლა თქვით, რომ კლასიკური მოდელის გარეშე, ანუ თქვათ იმ რელიგიური მეტაფორები, თქვათ აპოკალიფსი, თქვათ იმ ღვთაებრივი სამართლის, სინათლის გამარჯვების გარეშე. აი რაღაც თითქოს ასეთი ცოდნა აქვს, ხო? და ეს ტრაგიკული ცოდნა, ეს ტრაგედიის სივრცე, ხო? არის ისეთი რაღაც, სადაც ადამიანი აი გონებას კარგავს, სადაც შევა ადამიანი, საქმე ის არის, რომ უკან დაასაბრუნებელი გზა აღარა, ვერ დაბრუნდება უკან რა, ანუ ასეთი ის არის რა, ეს ტრაგიკული სივრცე და ანუ ამის მატარებელი არის რა ჰამლეტი. ხო და აი უყურეთ. გავიდა სულ რამდენიმე წუთი აჩრდილთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრება მეგობრებს. ხო, ანუ დავწუნდი, ხო, ანუ ესაუბრე, ხო, მამას და თან ეუნება მეგობრებს რომ არ გათქვათ რა ეს საიდუმლო დარჩეს ჩვენ შორის ხო დაიფიცეთ ეუნება და ამ დროს რა ხდება ანუ მიწის ქვემოდან აჩრდილი ასევე ჰამლეტის მეგობრებს ეუნება დაიფიცეთ ხო ანუ ეს არის ძალიან უცნაური რაღაც ხო ჰამლეტი ზემოთ დგას წარმოიდგინე მამა მეფის აჩრდილი და ჰამლეტი ზემოთ არის. ეუნება. ოჩახ თხუნელავ რა კარგად თხრი. ანუ აი როგორ ხო 5 წუთის წინ რა ცივიოფლი გასხამდა და ეხა თან მეფე არის, თან მამა არის და თხუნელას უწოდებ, ხო? ხო, ანუ ეს არის გროტესკი. ტრაგედია და კომედია, ანუ პლატონის ნადიმი მთავრდება, ხო? ამ სიტყვებით რომ კარგი დრამატურგი უნდა ფლობდეს ამ ხელოვნებას, უნდა წერდეს როგორც კარგ ტრაგედიებს, ასევე კარგ კომედიებს. ხო, ეს ყველაზე გენიალურად შექსპირმა მოახერხა. ანუ არა მარტო კარგი ტრაგედიები და კომედიები დაწერა, არამედ აი ერთ პიესაში აქ შერწყმული არის კიდეც რა ეს ორი რაღაც, ხო? თვითონ სიტყვა გროტესკი, ანუ გროტი ფუძე რაც არის
ეს underground მიწისქვეშა გამოქვაბულის ნიშნავს, ხო? და ანუ მიწის ქვემოდან ეს მამის საჭრილი, ხო, როგორც ვთქვით, ანუ მეგობრებს ეუნება რომ შეფიცეთ, ხო? ხო, ეს შემდგომ ამას ჰეგელმაც გაუსვა ხაზი მარქსმაც აი 18 ბრიუმერში, ხო? რომ ანუ ჩვენ გვაქვს გაგვაჩინა ესე ვთქვათ რაღაც დეკორაცია სცენა, ხედავთ სოციალურ ვთქვათ რაღაც წყობას, ანუ რაღაც, ხო? მაგრამ ამ დროს არსებობს რაღაც ფარული უხილავი მოძრაობა, ხო? არა მარტო ის რასაც ხედავთ, არამედ ის რაც ფარული ესე ვთქვათ მოძრაობის სახით არსებობს, ხო? მარქსისთვის ეს გახდა ანუ რევოლუციის სიმბოლო. ხო, შეიძლება ცოტა მე ძალიან უცნაურად მომეჩნია მეთქი როგორ აი მეფე და ანუ რა რევოლუციის სიმბოლო და რაღაც, მაგრამ აი ზუსტად ამას აკეთებს შექსპირი. თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შექსპირთან ტანსაცმლის გამოცვლის. ანუ სულაც ბოლოს საერთოდ შიშვლებიან, ხო, აი საერთოდ ბოლო ანუ ტანსაცმლის გამოცვლას აქვს სიმბოლურად ძალიან დიდი დატვირთვა, ხო? ანუ მამის საჭრილის შემთხვევაში რაც ხედავთ, ხო? თავიდან ეცხადება მართლა როგორც მეფე მებრძოლი, ანუ ეს ჯავშანი იმაში რა, ანუ აღჭურვილი, მართლა როგორც მებრძოლი და შემდგომ ხედავთ, რომ ანუ დედის ოთახში პრინციპში ეს დედაზე ეჭვიანობა, ხო, ну რაღაც ისეთ ობიექტი რო არის რა, გერტრუდა და აქაც ჩანს, რომ აი ძალიან წარე სიტყვას რო ეუნება და უკიდურესად რაღაცა, აი უკვე მაგდროს თითქოს დასაცავად ჩნება უკვე ეს მამის ისა რა აჭრილი და ჩნება on როგორი აი ეს ნაკუწებისგან შეკერილი თუ როგორ თქვა ხო ანუ ეს მასხარას ისაცია ჯამბაზის ისაცია რა სამოსი ხო ხო აი ოსკარ უაილდიც ამას უსამდა ხას ხო ანუ ამას აქ რა ძალიან დიდი ნიშნობა რომ ანუ რაღაცა ზედა საფეხურიდან შექსპირთან ხშირად ხდება როგორც მეფელი რისი და ასე ჩამოვარდნა ხდება და ანუ ქვემოთ ჩამოსვლა ხდება და ეს დასაცმელზეც ასე ვთქვათ ხო აისახება ხო თან რა ვთქვი თან რო საუბრობთ აი რა შეიძლება ითქვას კიდე აჭრილზე ხო რომ ანუ ჰამლეტი ეჭვიანობს რომ იქნება რაღაც ავისული არის რომელიც მიბიძგებს შურიზიებისკენ ხო ზოგადად ასე არის კიდეც ქრისტიანობა მაინც რაღაცა მიტევებას გადაგებს და ხა ეს შურიზიების გამოწვევა უფრო ეს არის ხო და ანუ ჰამლეტი ეჭვობს ხო ანუ მაგალითად ერთი მკვლევარი არის რომელიც სხვადასხვა საგულისხმო დაკვირვებას აკეთებს რომ ის არის ნებაშეკრული საერთოდ ნებაშეკრული არის ასე ჰამლეტი და მისი ეს ნებაშეკრულობა და პათოლოგიური ნება ბადეს მე იმ აზრებს რაც უცნება ხო იმიტომ რომ პათოლოგიური ნებიდან იბადება მე ეს ისინი რა ანუ რა თქმა უნდა აზრების და გზნობების ხო მაგრამ ასევე მამის სული არის ესე ვთქვათ ამ ბნელი ძალის კლანჭებში და მას არ აქვს თავისუფალი ნება ის აიძულებს აი რა ლინჩი უკვე მე ვახსენე ლინჩთანაც არის ხო ეს რა ანუ რა აი რაღაც ბნელი ძალა აიძულებს ვთქვათ ადამიანს რომ აზარალოს სხვის მიმართ ანუ ცუდად მოიქცეს რაღაც ჩაადენინოს სხვასაც ბოროტება რა და ეს კვლევარი შენიშნავს რომ მამის აჭრილს დარჩენია ერთ-ერთი რამ სხვა გზა არ აქვს ერთადერთი რამ რომ ანიშნოს რა და აი უყურეთ აი დედის ოთახში ჰამლეტი ხო ხედავს მამის აჭრილს და რას ამბობს ნახე მამაზე საუბრობს რა ნახე როგორი ფერწასული შუქით მანათებს ამ დღეში ყოფს და ამ მიზეზით სათხოვარი ქვებისთვისაც რომ ეღაღა და ხელსა და ფეხს გამოიბანდნენ და მე მოჩვენებას მიმართავს გთხოვ ნუ მიყურებ ასე საბრალოდ სიმტკიცე კი არ ემატება ჩემს განზრახვას გული მიკვდება შურიზიების აღსრულებას რომ დავაპირებ შეიძლება სისხლის ნაცვლად ცრემლი ვანთხივ ანუ თვალებში ჩანს რა ნუ მიყურებ ასე საბრალოდ ხო ანუ ესე კლასიკურ ვარიანტში აი მამა მოუწოდეს შურიძე ესე შეიძლება არ არის მართლაც რა ამ კვლევარს მართლაც ეს აღმოჩენა ეკუთვნის ანუ შემდგომ გადავიდეთ მთავარ პერსონაჟზე
ჰამლეტზე. ანუ როგორც ვთქვით, ჰამლეტი განიცდის ტრანსფორმაციას, სანამ ჩამოვიდოდა ელცინოვში, შეიძლება ვივარაუდო, ასწორდეს გოეთემ გაუსვა ამას ხაზი. ანუ როგორ იყო ჰამლეტი მანამ იმ ტრანსფორმაციამდე, ხო? ანუ აი ტრანსფორმაციას, ხო, აი როგორ ახსენეს ოფელია, ხო გახსოვთ ეს სცენა, შემოვიდა დასაცმელი აჩაჩული, სრული გიჟი აი შეშლილი და გადიოდაო და მე თვალები ჩემზე რჩებოდაო, თითქოს თვალები რაღაც ჩემზე ქონდაო რა ეს და ხო, ანუ შეიძლება თამაშოს კიდეს, იმიტომ რომ ის უკვე მასხარა არის, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოხდა. გარდასახვა აშკარად მოხდა, ხო, ტრანსფორმაცია მოხდა და უბრალოდ მანამდე დიდი ალბათობით იყო სწავლას მოწყურებული და ანუ ესეთი ადამიანი, ანუ სიყვარულიც გააჩნდა და ამის შემდგომ გახდა ანუ რა თქმა უნდა ოფელიაც უყვარდა, ანუ საპირისპირო ადამიანი გახდა რა. მაგალითად მზეზე როგორ ლაპარაკობ, მზე ხო აი სინათლის სიცოცხლის წყაროა, მზის მოძულე გახდა რა. ან პირდაპირ აი ძულს, ხო და ეზიზღება ხო აი ამ ტრანსფორმაციის, აი გაუცხოება კიდე რაში ჩანს. ანუ რო შემეძლოს კაკლის ნაწუჩში აი ციტირებას მოვახდენ. კაკლის ნაწუჩში შემიძლია გამოვიკეტო და უსასრულო სივრცის მეფედ ჩავთვალო თავი, რომ არა ჩემი ცუდი სიზმრები. ხო, ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ანუ რაღაც კოშმარული სიზმრები ეს სიზმრება ჰამლეტს, ხო? ანუ ეს გაუცხოების მეტაფორა, ხო? არავინ და არაფერი აღარ მინდა და აი ჩავიკეტო, აი კაკლის რაღაც მცირე ნაწუჩში ჩავიკეტო, ხო? ხო, ანუ ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა, ხო, ჰამლეტმა. ხო. კიდე ანუ დროთა კავშირი დარღვეულია ამას ამბობს ეს არის მისი ცნობილი სიტყვები. ეხანაც ვიმჟელეთ ხო ამის შესახებ. მაინც საინტერესოა აი როგორ ხდება ფილოსოფიაში დროის გააზრება. ნუ ყოველ შემთხვევაში ან ქრისტიანულ რელიგიაში და იმ ფილოსოფიაში რომელიც უფრო ახლოს არის რელიგიასთან. მაგალითად ბერდიაევი რას წერს რომ დრო მარადისობის მომენტია. ის მარადისობიდან გამოდის და უკანვე უბრუნდება, ხო? ანუ დროს აქვს აზრი მხოლოდ მარადისობასთან მიმართებით, ხო? და აი რაღაცნაირად ეს ჩანს რა, რომ აი ეს რაღაცნაირად ეს მარადისობა ჩახსნილია, თუ შეიძლება ასე ითქვას რა. არის მარტო დრო და ეს არის ჭკუის შემშლელი, ხო? ანუ მარტო დრო რჩება, ხო? ეს არის უკვე ტრაგედია და რომელიც მე გადადის ტრაგიკულ ფარსში რა, იმიტომ რომ სხვა აღარაფერი დარჩენია ადამიანს, გარდა იმისა, რომ გახდეს ჯამბაზი, გახდეს მასხარა, ხო? ხო, ანუ თუ დაუკვირდებით აი ხა ჰამლეტის გარდა სხვა პიესებშიც არის თქვათ მაკბეტში ძალიან საინტერესო, ნუ გენიალური ასე თქვათ თუ შეიძლება ასე თქვას ინტერპრეტაცია, ანუ დროის პრობლემის რა, დროის ფილოსოფიური გააზრება, ხო? უშუალოდ ჰამლეტში როგორ არის? აი ეს კლასიკური მოდელი, რაც ახლა ვახსენეთ, ბერდიაევის სიტყვებით ავხსენეთ, ხო? რომ მარადისობიდან გამოდის, მას უბრუნდება და მასთან მიმართებით აქვს აზრი. ერთადერთი პერსონაჟი ამ პიესაში არის ჰამლეტის დედა, რომელიც პირდაპირ ამბობს ამას რა, რომ ჩვენ ახლა ეს შეგვიძლია ვეღარ მოვიძიო და ციტირება, ანუ პირდაპირ ამბობს გერტრუდა, რომ ანუ ჩვენ აქ ბუნებაში, ანუ მატერიალურ სამყაროში ცოცხლობთ, რათა სიკვდილის შემდგომ ანუ გადავიდეთ, ანუ მარადისობაში, ხო? ერთადერთი ვინც იზიარებს ამ კლასიკურ, ესე ვთქვათ, გააზრებას, დროის მარადისობასთან კონტექსტით, ეს არის გერტრუდა, ხო? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა შეიძლება ეს ძალიან ყოველთვის ლოგიკურ გადასვლას ვერ ვაკეთებ. მაგრამ ანუ უბრალოდ იმდენად ბევრი რაღაც არის და რაღაც ძალიან ძნელია რომ ყველაფერი ესე ლოგიკურად დაალაგო. ხო, ანუ ის თქვა მინდა ეს არის ის რომ ჰამლეტი და უშუალოდ შექსპირი ასე თითქოს რამდენიმე საუკუნით ადრე ასწრებს ფროიდს ან ნუ ზოგადად ფსიქოანალიზს და ის არის
მონოლოგების ესე ვთქვათ ავტორი, ხო? ეს ძალიან უცხო რაღაც იყო რა. ესეთი რაღაცები არ არსებობდა რა თემარან ძველ თეატრში რა. შექსპირმა შემოიტანა. და ის არის საკუთარი თავის მსმენელი. ანუ ფსიქოანალიზი ვთქვათ ანალიტიკოსი ხო უსმენს ანალიზანტს, ხო? და აქ როგორ ხდება რომ ანუ თვითონ არის ჰამლეტი ანალიტიკოსი, ხო? ანუ ესე კი არ ამბობს რომ აი გამოვიდა სცენაზე და რაღაც რიტორიკულად რაღაც თქვა და ну რაღაცა უნდა წფელი იყოს, რაცა უნდა გულიდან ანუ უბრალოდ თქვა და რაღაცნაირად ну თავისის გამოხატა. ესე კი არ არის. არა, ის საკუთარ თავს უსმენს. ამას აქ რა დიდი ეს შენიშნა შესანიშნავი ამერიკელი ლიტერატურის ცნობილი ჰაროლდ ბლუმი და ბლუმმა შენიშნა რომ ანუ ესენი შექსპირის პერსონაჟები არიან, ანუ ეს საკუთარი თავის მონოლოგების მსმენელებია, ხო? და ასეთ მე დაუკავშირე ჰეგელის ესთეტიკას. ჰეგელი ძალიან კარგად ძალიან საინტერესოდ მსჯელობს მეფელირის შესახებ, ხო? ანუ ეს სცენა ხო გვახსოვს, ანუ ესე ვთქვათ ბოროტი პერსონაჟი მიც არის, ხო? ედმონდი. ანუ ვისი ძანებითაც კლავენ კორდელიას, ხო? თვითონაც დაჭრილი გულაღმა აგდია მიწაზე. და რაღაც ზემოთ უყურეს, რაღაცა შეყურებს, ხო? და ბოლო მომენტში მსახურეს დაავალებს, რომ კორდელია გადაარჩინეთ, ამ ბრძანებას გაცეს. ну მართალია ეს არ მოხერხდება, ყოველ შემთხვევაში მოინდომეს მაინც სიკეთეს. ხო, ჰეგელი რას ამბობს, რომ ანუ რას უყურებს, ხო, ანუ დაჭრილი, სასიკვდილო დაჭრილი უყურებს რაღაც, თავის თავს უყურებს, თავის ხატებას, ის როგორი დარჩება, ხო, ხატება. და ჰეგელი ამბობს, რომ საკუთარი მეს, ეგოს თავისუფალი შემოქმედნი. აი ესეთები არიან შექსპირის პერსონაჟები. ეს რა თქმა უნდა ძალიან გადაკვირვა და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. მაგრამ როგორც ვთქვით, რაღაც ამბივალენტურობა ყოველთვის არსებობს შექსპირთან და შეიძლება სხვა მხარეც არის. ანუ ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მეფელიში უფრო ვიზუალურ ხარს აქვს მნიშვნელობა. რომ უყურებს, ჭრეთს და ისე ღებულობს სცენგონ გადაწყვეტილებას. ჰამლეტში უფრო სმენას აქვს მნიშვნელობა, რომ ანუ თავისივე მონოლოგებს მცელ განაზრებას, ანუ იმას გაიაზრებს, ხო, იქ ხედვარი აქვს სმენა არის, ხო? ხო, ანუ ჰეგელი რასაც ამბობს, ხო, რომ ანუ საკუთარი მეს თავისუფალი შემოქმედნი. ხო, ანუ ეს რაღაცა ძალიან ისეთი ამბივალენტური რაღაც არის, ხო? ერთი ხრი ძალიან კარგია, ადამიანს თვითონ ეს მოეთხოვება კიდეც, ხო? ანუ ყველა ერთმანეთს მაგას ეუბნება, რომ აი აქტიური რაღაც ну შენი რაღაც გააკეთე, იაზრონე, ფილოსოფია მოგიზრუნე, რაღაც შექმენი ხო შენი თავით ისიც. გასაგები ეს თითქოს აი მოსაწონიც არის, შეიძლება აღაფრთოვანოს ადამიანი ამ მოწოდებამ, რომ აი მე პირადად მართლა აღფრთოვანებული ვიყავი ჰეგელის ამ სიტყვებით და მაგრამ ანუ მე რო დაუკვირდი, ანუ რო შევადაროთ მაინც ამ ასე ვთქვათ კლასიკურ ქრისტიანულ დებულებას, ხო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ну პოზიციას, ქრისტიანულ პოზიციას. იქ არის უფრო ასე რომ, ანუ ადამიანმა უნდა დაუმორჩილოს თავისი ნება ღმერთს. ადამიანი არის შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად და უფრო უნდა მოიპოვოს ეს, რაც დაკარგა. ანუ არა ეს რომ თვითნებობა რომ აი მე შევქმნი ჩემთვის, არამედ პირიქით რა ჩემი ნების დამორჩილებით ვთქვათ, უნდა დავიბრუნო ის რაც ვთქვათ წოდი დაცემის შემდეგ ზოგადად დაკარგა ადამიანმა, ხო? ანუ ესეთი წინააღმდეგობრივი რაღაც არის, ხო? ისიც არის და ესეც არის, ხო? ასე ვთქვათ პედალირებს ლაკანი თავისი 7 ლექცია აქვს ლაკანს ჰამლეტზე, რომ რა ხდება ჰამლეტში. ხდება ჰამლეტის მომწიფება. მომწიფება რისთვის? რომ სიკვდილისთვის რა. რომ ის მან თვალი გაუსწოროს სიკვდილს, რაღაცნაირად რა მიიღოს ეს რა და რა ვიცი, აი ესეთი ცნობილი სიტყვები არის, ხო? ლაერთან რო საუბროს
ჰამლეტი მაგ დროს ამბობს readiness is all ანუ მზადყოფნა ყველაფერია ხო ესე ითარგმნება ხო მზადყოფნა ხო მზადყოფნა და პრინციპში დაახლოებით იგივე სიტყვას ამბობს ედგარი მეფელში readiness is all ანუ სიმწიფე ყველაფერია ხო ნუ რაღაც ერთმანეთთან კავშირშია ივ ბონფუას აქვს შესანიშნავი გამოკვლევა შექსპირზე ნუ სხვადასხვა სტატიები აქვს დაწერილი საოცარი სტატიები აქვს და იქ აღწერენ მსგავსებასთან ერთად განსხვავებასაც პოულობს ბონფუა ამბობს რომ ეს არის ანუ ჰამლეტის სიტყვები მზადყოფნა ყველაფერია ეს არის ცოდნის კაცის ნათქვამი სიტყვები და ედგარი მეფელიში რასაც ამბობს ეს არის უფრო რელიგიური ეს უფრო წმენის ესე ვთქვათ ადამიანის ნათქვამი სიტყვები არის ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აღძვრა ეს რაღაცნაირად მობილიზება და მზადყოფნა რადგან ყველაფერს განაგებს ბედისწერა განგება ამაზე ამბობს კიდეც ხო ჰამლეტი ჩვენ არ ვართ ანუ ჩვენ არ ხელიწიფება ხო ანუ ჩვენ არ დაბადება არც აქედან წასვლა არც ამის დრო და საათი ვიცით ერთადერთი დაგვრჩენია რა დაგვრჩენია მუდამ მზადყოფნა ხო და აი ბოლოს დავასრულებ და აი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰამლეტის ასე ვთქვათ ანდერძი რა არის უკვე პრინციპში ხო ანუ ის რო დაჭერეს ამავე დროს შხამით შევიდა მის სხეულში ხო ანუ მას ცოტა დარჩენია კვდება და ჰორაციოს დაუბარებს ანდერძად ხო რომ ანუ ჩაწერე ეს სიტყვები ისა ამბავი ხო ზოგი მკვლევარი ამის გამო მიიჩნევს რომ შექსპირმა მოიგო ჰორაციოს ნიღაბი ასე თქვა და პიესაში თვითონ არის ჰორაცი ანუ რადგან ეს შემსენებო შექსპირმა შეეცვალა დაწერა ანუ ნუ არ ვიცი ხა ეს ძალიან ისეთი რამეა რა ვიცი კი ბატონო შეიძლება რატომაც არა ხო მაგრამ აქ მნიშვნელობა რას აქვს ხო ანუ რას ამბობს ჰამლეტი აქ ახსენებს უტყვი ანუ როლის შემსრულებლები სტატისტები ხო სტატისტებს ახსენებს ანუ ესე იგი ისევ ხელახლა მეორდება სცენაში ხო ანუ ეს ბოლო სცენა ჰამლეტის სიკვდილის სცენა ხო ასევე მეორე ბრუნდება ეგ რა ანუ ეს სარკეების ანარიკლი სცენაში და ანუ თავდება ამით და თავდება ამ სიტყვებით ხო რომ ეს სიტყვები დაუტოვა ჰორაციოს შენახწერე და თითქოს თავით დაიტოვა დუმილი ყოველივე დანარჩენი დუმილია და ეს ხო ანუ მაგრამ ამბავი მარადისობის მოკვდავების სმენისათვის არ განკუთვნილა სულ ეს იყო რაც შეიძლება კაი ადამიანებია მადლობა და თქვენით შევძელი თუ რამე ოდნავ იყო საინტერესო მადლობა რომ გაუძელით ჩემ გმადლობთ მე მაქვს კითხვა შეიძლება მაინტერესებს აი ბოლო სცენასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. ნორვეგიის პრინცი რო უბრძანებს თავის ქვეშევრდომებს, რომ როგორც სარდალი ისეთ უნდა მიაგონ პატივი, როგორც სარდალს. მანამდე სად ჩანს, სად ხედავთ იმას, რომ ანუ ჰამლეტი იყო ის ტიპი, რომელიც იქნებოდა კარგი ხელმწიფე, კარგი მეფე და იყო კარგი სარდალი იქნებოდა, ან არის იყო კარგი სარდალი. რაინდი ეს ხო? ხო. ხო, ანუ 4-მა ჯარისკაცმა აციეთ, ხო და ისე გაიტანა. ერთადერთი მას მიაკუთვნა ფორტინბრასმა ეს პატივი, ხო? ხო, ანუ ფორტინბრასი როგორც ვთქვით იმას. თქვით რა მოვიდა და ეგრევე განკარგულებას იძლევა რა. ნუ მაგარი გნია, ხო. ხო, ანუ რა არის იცით ჰამლეტს ბევრი ვინმე განიკითხავს, ხო, რაღაცნაირად ეს სიმპათიური ხარიც გააჩნია. მაგრამ აი აბსოლუტურად ყველა განიკითხავს. ზოგი მკვლევარი საერთოდ ასეთ რაღაცასაც ამბობს, რომ ან თითქოს სიკვდილზე უარესი რა უნდა იყოს, ანუ ჰამლეტი სიკვდილზე უარესი არის, ხო, ანუ ახლა ცოტა თემას ავწდი, ახლა თქვენ კითხავს უბრალოდ, მაგრამ რაღაც დევს მასში, ხო, ისეთი, ყველა ამტყუნებს, ხო? ანუ წეხარ ვთქვით, რომ
ანუ თქვენ მეკითხეთ რომ აი საჩანს რომ მანამდე იყო იმის ღირსი რომ მისთვის ეწოდებინათ მებრძოლი რა ხო არა რა თქმა უნდა რადგანაც სულ მერყეობს და სულ ჭოჭმარობს მებრძოლის ის დამახასიათებელი არ არის ხო და არა თუ მებრძოლის და რაინდის ესე ვთქვათ ამპლუას არ და ვერასრულებს კარგად ასევე ნიშნავენ ის რომ იქ ყველა არის მსახიობი და ჰამლეტიც არის მსახიობი ხო რა თქმა უნდა ის მოირიგებს მას როლს ხო და ამ როლსაც ვერასრულებს აი უყურეთ თუ თქვა დაუშვათ ის ორი ვარაუდია რომ რადგან ჰორაციოს დაავალა ეს ყველაფერი აღეწერა მაშინ შექსპირის ნიღაბი არის ჰორაციო ხო ერთი პასაჟი არის ჰამლეტი ამბობს რომ მე მივატოვებდი ყველაფერს და დავიწყებდი მსახიობობას რა და მთელ გასამჯელოს მოვითხოვდიო და ჰორაციო ეუბნება ნუ ნახევარი გეკუთვნისო რა ანუ რაღაცზე აშაყირებს რა ჰორაციო ანუ ესე იგი არ ახარო კარგი მსახიობიო და მთელი გასამჯელო არ გეკუთვნისო რა ხო არ ვიცი ანუ ესე იგი გამოდის რაც მაგრამ არის იმდენად ხა აი ამ სიტუაციის რაც ჰამლეტისთვის არის ხო აი რა შევახებ მე ძიმეს სიტუაციაშია ხო ადამიანი ანუ აი აბსოლუტურად პარალიზებული არის ხო ხა ეს ხო არ არის რომ აი მე თქვა ვარ კარისკაცი ანუ ვარ მე ნუ თქვა სამხედრო ფენას ვეკუთვნი და თქვა ვიღაცა მომაყენა შეურაცხყოფა და ვიწევ დუელში ხო ანუ ეს ადვილია ხო რომ აი ჰამლეტის პოზიცია ანუ ეს ის ხო არა რომ რაღაცა რაღაც მითხრა და მე დუელში გამოვიწვიე და რაღაც ანუ ძალიან ის არის რა და ეს უმძიმესი მდგომარეობა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხო ანუ საერთოდ აი რაღაც ცეცხლში ატარებს რა და ანუ და აი თან ხო აღარავის თითქოს ის აღარ გააჩნია პატრიოტიზმს ანუ დედას როგორ ელაპარაკა ან შეყვარებულს ხო აი ასეთ უკიდურესად მწარე სიტყვებს ხო არ ვიცი აი მაგრამ დანახშირებული აქვს ცნობიერება რა რაღაცნაირად აი სხვადასხვა რასკოლნიკოვიც ასეთი პერსონაჟი არის ხო ანუ რო გაიგებს ანუ ამ რასაც ჩაიდენს ხო უკლელობის შემდეგ ხო რო გაიგებს რომ ისი დათხოვდება ამ იმაზე ხო ლუჟინი არის ხო არა ლუჟინის ხო ხო ნუ ანუ ვინც არის ხო ანუ თხოვდება ხო და რას ამბობს აიო ესე იგი ეს სასიძოზე ამბობს რა იმდენად მოუცლელი არისო რომ ვაგზალზე აპირებსო ჯვარის დაწერას რა ხო ანუ რამდენად ხოლმე სარკაზმია ხო თან ეგრევე მოიფიქრა რა როგორც გაიგო ეს რა არის ნუ ვაგზალზე იწერსო რა ჯვარს ანუ ეს სასიძო რაღაც ის იყო ვითომ დაკავებული საქმიანი კაცი და ანუ როგორ აქვს ხო ნევრები რა უკიდურესად დაძაბული ხო და ასეთ მდგომარეობაში ჰამლეტი რა ყველაფერს ხედავს აი როგორ იცით შუა საუკუნეების ქრისტიანულ ფილოსოფიაში იყო ასეთი ტერმინი ძალიან ისე ზუსტად ვერ თქვა, ну ქართულად ასე არის. მარადისობის თვალთახედვით. სპეციფიკო ალტერნავ, ანუ ხო, ну ასე ითარგმნება, რომ ცხოვრება, სამყარო, ადამიანური თქვა ყველაფერი შევა დავინახოთ იმ კუთხით რა, მარადისობის გადმოსახედიდან. მაგრამ ჰამლეტის შემთხვევაში არის როგორ მორტე უნდა დავამატოთ, ანუ მორტე სიკვდილი, ხო? სპეციფიკო მორტე, ანუ ის ხედავს ყველაფერს ამ კუთხით რა. ყველაფერს არ არავებს რა. მე მაქვს რო წავიკითხეთ მოკლედ ერთმანეთში რო ვისაუბრეთ, იქ ოფელიას და ჰამლეტის სიყვარულის თემა, ხო, აზრები გაიყო რა, ანუ მე ერთ-ერთი მე ვამტკიცებდი რომ უყვარდათ ერთმანეთი და პირიქით რა და აი დასაწყისში ლაერტი როცა აფრთხილებს ოფელიას რომ შორს დაიჭიროს თავი ლაერტისგან იქ ვიგებთ პირველად რომ მათ შორის რაღაც შეიძლება ხდებოდეს, მერე ჰამლეტი წადიო ხო მონასტერში წადიო ოფელია ამას ეუბნება მე უკვე ეუბნება რომ აღარ უყვარს პირიქით არც არასდროს არ ყვარებია აი რამე არის ფლირტის სცენა წარმოდგენას რო დგამს ჰამლეტი დედისთვის და მეფისთვის იქ არის ფლირტის სცენა და ნუ მე უკვე საფლავში რო ხტება და ნუ აღმოჩნდება რომ თურმე ძალიან უყვარდა ოფელია ხო და აი მეც მჯერა რომ უყვარდა ერთმანეთი ყოველ შემთხვევაში ესე მინდა რომ ჯეროდეს და ალტერნატიული თეორია ხო თქვენც რას თქვით ახლა პრინციპში თქვით რომ უყვარდათ ხო ერთმანეთი და იყო ხო ეგ ჩემთვის ძალიან ისე ხო
ხო, რთულია კი. უცნაური იყო რა არ მოვაყოთ. დაბეჭდებით თქვა რთულია ხო. ანუ აი ამბივალენტურობა ვახსენეთ ხო. ანუ ეს როეუნება ეს სიტყვები მონასტერში წადი. მაგრამ მაშინდელ ჟარგონზე ნიშნავდა საროსკიპოს რა. ანუ საროსკიპო შეიძლება ასეც მაინც ასე, მაგრამ ანუ ესეთი ის არსებობს რა. ურთიერთგამომრიცხავი რაღაც, მაგრამ ხო, ანუ რა არის იცით რომ აი მას უკვე შეძაგდა სიცოცხლე და ქალი, ანუ დედაც საცოლიც როგორც აი სიცოცხლის ასე ვთქვათ ძირს უulis ქალი ხო სიცოცხლე აჩენს და ყველაზე მეტად ესე გამოდის. ანუ ზოგი მკვლევარი ვარაუდობს რომ აი სხვა პიესებიც ასე ვთქვათ იქიდანაც იმოწმენ რაღაცას. ანუ ისეთი რაღაც მოხდა შექსპირში მის ცხოვრებაში, რომ გახდა ეს ასე ვთქვათ აი სიცოცხლის მოძული, ანუ ანუ მე ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი, ახლა მე არ ვარ შექსპირის რა თქმა უნდა სპეციალისტი, მაგრამ კი არის, აი ტიმონ ათენელი არის ესე ცნობილი მისი პიესა და ანუ იქდეს ეს უკიდურეს რაღაც ეს სიძულვილი ადამიანების მიმართ და ნუ ახლა ეს ძალკე ის არის ხო და იცი რა მაინტერესებს ჰამლეტმა იცოდა ნუ რა თქმა უნდა ფარდის უკან რომ ვინ იდგა ეს არის ცოტა ალბათ მეფეს ელოდებოდა მაგრამ ან არ ვიცი მაგრამ ეს პოლონიუსი რომ ოფელიას მამა რომ მოკლა ეს იცოდა მე კითხვის დროს ვერ გავიგე ეს მეგონა რომ ბოლომდე არ იცოდა ვინ მოკლა მე თქოს იცოდა კი კი ანუ ჰამლეტია რა ახლა არის თან გონება აბზალესილი და რაღაც და პოლონიუსი სიკვდილის მერეც ანუ ძალიან ისე მოიხსენიებს ანუ ყველაფერს რაღაც ზოაქშმად არის ხო მაგაზე ეს უკიდურესი სარკაზმი არის კი და ვირთხას უწოდი ვირთხა მეგონა ანუ ეს ეხლა რო თქვით რა სიმბოლოა ეს ქვეწარმავლების სიმბოლო ხო ანუ რატომღაც არის ყველაზე ანტიპათიური პერსონაჟი პოლონიუსი რა ჰამლეტისთვის ხო ანუ რაღაც ის არის შაბლონური ადამიანი აი ეუნება აი თქვა გრუბელზე რო ამბობს ეს გრუბელი აკლენს გასო პოლონიუსს ეთანხმება კიო აკლენს გასო მე რომ კვერნასაც კიო კვერნასაც გასო ყველაფერზე ეთანხმება რა ანუ რაღაცა გასაკუთრებით ძახს ეს კაცი აი თითქოს ანუ უფრო ალბათ შეიძლება იმიტომ რომ აი ოფელიას იყენებს ან მეფესთან ურთიერთობა შეიძლება მაგიტომ ხო ანუ ის არის აი ბიძამისთან ანუ შაბლონური ადამიანი, შაბლონური აზროვნება აქვს და ანუ მისთვის სულ ერთია რა, მეფე თქვა ჰამლეტი იქნება, კლავდიუსი იქნება, ანუ რაღაც ისეთის არ აქვს რა თავისი შეხედულებები. ხო, არც პოლონიუსზე წერდა კარგად ფროიდის მოწაფე ერნესტ ჯონსი. ხო, რო ანუ რაღაც სიმბოლო არსებობს და აი თითქოს მე ქვემოთ ჩამოდის ეს ხატება სიმბოლო იყოფა რა და თქვათ ეს რაღაცა მამის სიმბოლოს რაღაცა უფრო ქვედა სფეროში ესე თქვათ განსხეულებული არის რა ანუ პოლონიუსი რა ანუ არ ვიცი აი ძალიან რთული სათქმელია ხო აი პოლონიუსი რაღაც პოლიტიკური პრობლემებისთვის ამ პიესაში და ზოგი აკავშირებს პოლონეთთან, პოლონეთის პრობლემასთან, ხო და ეს პოლიტიკური პრობლემები იყო ხშირად ეს რა თქმა უნდა. შექსპირთან ხო და მე მქონდა ერთი ესეთი კითხვა, აი მეფის ანუ მეფეზე შურისძიებასთან დაკავშირებით, როცა ლოცულობს, ანუ მაშინ რო არ კლავს, ანუ თქვენ ახსენეთ ყოყმანი, რო ყოყმანობს, ანუ რო მოკლას თუ არ მოკლას და ეს ყოყმანი იმით არის გამოწვეული, რომ იბრალება თუ იმიტომ, რომ რაღაც მახსოვს თითქოს ცხონების საკითხი არის ნახსენები, რომ ეხლა როცა ლოცულობს, არ მოუკლავ და დაველოდები ისეთ დროს, თქვათ, როცა განცხრომა იქნება რომ რაღაც ანუ არც ხონდეს ხო ანუ ეს ყოყმანი ანუ ნეგატიური მოტივებით არის განპირობებული თუ მართლა ანუ ყოყმანი იმიტომ რომ არ იცის ზუსტად იმსახურებს თუ არა სიკვდილს ანუ რაღაც მე ესე მენიშნა რომ თითქოს ანუ უფრო მეტი ესეთი ძირეული და ძირფესვიანი და სასიამოვნო რო ყოფილიყო შურისძიება მაგ მომენტს ელოდება რაღაც ანუ ესეთი დააღვიქვი ანუ რამდენად არის ეგ სწორი კი ეს კი როგორც თქვით ასე არის კი ანუ
პრინციპში შეიძლება სიბრალული კი არ ათქმევინოს უარს შურისებაში, არამედ უფრო ის რომ ანუ აი ლოცვის დროს კი არა, თქვა ცოდის განცხრომის დროს რაღაც მძიმე სულიერ მდგომარეობაში ვიდრეს. თუმცა აი კლავდიუსი თვითონ ამას რომ რევოლუციულობო ვერ აღწევსო. ჩემი ლოცვაო, ზეცამდე ვერ ადისო. იმიტომ რომ რაც ჩემთან არისო, რაც მოვიპოვე ცოდის გზით, ის ისევ ჩემთან არისო და ვერ ვთმობ ამას რა. და ამიტომ ლოცვის შეუძლებლობა უფრო არის, ანუ ოფელიასგან განსხვავებით, ხო, როგორც ეხლა თქვით რომ ლოცვითი საწყისი არის, ოფელია. ანუ კლავდიუსი უფრო ის არის, ლოცვის შეუძლებლობა არის რა. ხო, და ისაც მითავით ხო, ანუ მაგითო არ კლასო. ხა შეიძლება რაღაც სხვანაირად წარმოჩინება, ანუ ლაერტის შეშურდა, ანუ ლაერტი ამბობს, რომ ანუ ეკლესიაშიც მოუკლავდა რაღაცა, მაგრამ ხო, ანუ იმას ხო, უფრო რთულად არის ხო მას. და იქიდან მზადყოფნა რომ ახსენეთ, ანუ სიკვდილისთვის მზადყოფნა, მე რო წავიკითხე SPS, ანუ ესეთი განცდა დამჩა, რომ ანუ ჰამლეტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ორგანიზებულად გეგმავს, ანუ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოყმანი რაღაც გაურკვევლობა, სიგიჟის მომენტები და რაღაცები მუდმივად თანსდევს, ანუ საკუთარი თვითახქმის მომენტში რაღაც გაურკვევლობები აჭრდილთან ურთიერთობაც, ანუ მაინც ანუ ისეთი ის მრჩება, რომ ოსტატურად გეგმავს ყველაფერს, ანუ როგორც შეიძლება ხო, ანუ მსახიობებთან და ზოგადად ანუ ურთიერთობებშიც, ანუ როგორც უნდა ასე ვთქვათ, განვითარდეს თითქოს ეს სადავეები მაინც მის ხელში არის და ამაში ძალიან თავდაჯერებული მომეჩვენა. ანუ მომეჩვენა ეს. აი ეს მეგობრები, რომლებიც როზენკრაცი და მეორე სახელი ხო აი რო ჩამოდიან და ანუ ვკითხულობ თავიდან თითქოს ისე ჩანს რომ ძალიან ახლო მეგობრები არიან, ანუ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში და შემდეგ ისე მარტივად თუ არა მარტივად გაწირავს იმისთვის რომ მოკლან ხო ხო და მაინც ხო ანუ ის არენდობა ხო და ის მომენტი არ აქვს რაღაც ესე რომ აი ეს მეგობრები იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეგ ის არ აქვს ან მარტივად ესთან არიან ხო შეთანხმებულები რომ მიიტანენ რაღაც ინფორმაციას ანუ ხო მეც ეგრე გავიგე ალბათ თქვენაც ანუ შეგეცოდათ როზენკრაც და გილდესტენი ასევე ცნობილი დრამატურგია ტომ სტოპარდი და მანაც რაღაცა კომპენსირება მოახდინა და ფილმიც გადაიღო ანუ პიესაც არის როზენკრაცი და გილდესტენი მკვდრები არიან ხო რაღაცა მოახდინა ეს ანაზღაურება აი თქვენაც მითხარით კიდე მარიამ ანუ ხო ეს უკვე რეჟისორი არის რა ჰამლეტი ანუ ხო ანუ მადლობა რომ ეს კითხვა დამისი და მომეც საშუალება რომ ეს რაღაც გამეხსენებინა ხო ანუ ეს სათაგურის სცენა ხო პრინციპში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ კლავდიუსი ამოიკითხავს რას ამ სცენაში რომ ჰამლეტმა იცის მის დანაშაულის შესახებ და ემუქრება იმიტომ რომ იქ მეფეს კლავს ძმისული ეს ლუციუსი ხო ეს არის ანუ რაღაც კლასიკურ ვარიანტს კი ათამაშებს ჰამლეტი ანუ ძმისული და რადგანაც ძმისული კლავს მეფეს ხო ამას ხედავს ანუ ასე თქვა თეატრების ბრძოლა მიდის რეჟისორების ბრძოლა მიდის იმიტომ რომ კლავდიუსი ცდილობს თავისი დაწერილი სცენარის მიხედვით ამოძრაოს ჰამლეტი, მაგრამ ის ხედავს რომ ამავე დროს ჰამლეტში იბადება ეს ხო ეს რეჟისორი, აი სულაც არ არის ის პერსონაჟი რომელსაც თავის ჯგუფზე ატარებს, ხო? და ამიტომ ეს მუქარ აღაშფოთებს და ამიტომ წამოდგება, ხო და რაღაცა, ხო? და აქვე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან სანამ ამ სათაგურის სცენას დადგამს და გაითამაშებს, უბრალოდ დაავალებს, ხო, ჰამლეტი მსახიობს. ხო ის უყურეს მათ წარმოდგენას. ეს წარმოდგენა ანუ აქ არის ერთი პერსონაჟი ჰეკუბა, ხო? და ამას ვინ არის ჰეკუბა მათთვის? ხო, ანუ რას ამბობს ჰამლეტი, რომ მათზე ახდენს მოქმედება, ესა ზემოქმედებას, ხო? ჰეკუბას ისტორია. ჰეკუბა ასევე იყო ერთგულების სიმბოლო, როგორც დედა და მეუღლე და ანუ ეს მიმართული იყო გერტრუდას წინააღმდეგ, რადგან ასეთი საიტია, ხო? და ჰეკუბა ასევე იყო მწუხარების სიმბოლო, ანუ ეს ტროას ომთან არის ასე თქვა დაკავშირებული და ეს უკიდურესი გლოვის და წუხილის სიმბოლო არის, ხო? ჰეკუბა. და ანუ ჰამლეტი ამბობს, ეს მისი ტრაგიკული ისტორია აღრევინებს, ცრემლებს, მაყურებელს. და
როგორ ანუ ვინ არის მათთვის ეკუვა ამას ან რატო ყრიან ცრემლებს ხო ეს ადამიანები რა ან ეკუბასთვის ესენი ვინ არის ერთმანეთის არაფერი არ არიან და აქ აღმოაჩენს ამ ძალას რომ ხელოვნებას აქვს ეს ძალა და რასაც იყენებს იმისთვის რა ანუ რომ გამოიჭიროს კლაუდიუსის სინდისი ხო ანუ აქ ცოტა უცნაური რაღაც არის ყოველთვის გენიოსებს არ უნდა ვენდოთ სიტყვაზე ანუ აქ ამბობს ასეთ რაღაცას რომ ხელოვნება არის სარკე და ანუ ამ სარკემ უნდა ასახოს ეს ცხოვრება ხო ასეთ რაღაცას ამბობს ხო აი ზუსტად ამ პასაჟში ამბობს ჰამლეტი ამას ხო რომ ანუ ესე ამ წარმოადგენას უწოდებს სარკეს რომ სარკე აირეკლავს სინამდვილეს ცხოვრებას და სინამდვილეს ხო და ოსკარ უაილდი მე ამბობდა რომ არა პირიქით არის ხო ანუ ხელოვნება კი არ უნდა მიბაძოს და ხელოვნება კი არ ბაძავს ცხოვრებას პირიქით არის რა ცხოვრება ბაძავს ხელოვნებას ხო ანუ ეს შეატრიალა რა ოსკარ უაილდი ხო ანუ ეს აუცი ორივე მართალია თუ კიდე არ გაქვთ კითხვები მე მაქვს ესეთი ხო ანუ თქვენ რაც ახსენეთ რომ განსაკუთრებული სიყვარული რეალურად მამისადმი არ ჩანს ხო და მამისადმი რაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არც დედისადმი ხა ვამბობდით რომ თითქოს დედა განსაკუთრებულად უყვარდა მაგრამ რეალურად არც დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული არ ჩანს თან მერე მით უმეტეს მამას აჩრდილს რაღაცა დაცვა უწევს თითქოს მისგან დედის და ყველაზე მეტად ამ ამბით ეს რაც მოხდა რეალურად შეეხდნენ მის თავმოყარეობას ხო თქვენ თქვით კიდეც ეს რომ ანუ და ეს თავმოყარეობის შელახვა ვერ აიტანა და მაგიტო ხო არ ვიცი რასაც მე აი სიყვარული განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის მიმართ ან ოფელიას ან რა დედის მამის არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჩანს ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავინახე არ ვიცი არ ქონდა რა ალბათ ხო არ ვიცი ტიციან დაბიჯოს უწია ვინაც შემსავით ყველაფერი მოკლა დამარხა ხო ანუ ყველაფერი მოკლა და დაიმარხა რა მისთვის რა ხო არ წაიძ ეს ტრანსფორმაცია ძალიან ესეთი უცნაური რაღაც არის ხო რომ ანუ ხდება ანუ ტრაგიკული მასხარა და ეს არის გამოწვევა რა ანუ სამყაროს კანონებისადმი ვერთის მიმართ ხო აი დაუკვირდეთ თქვა ანტიკურ დრამაში როგორ არის იქ გმირის მარცხი ხო რაღაცენ მოწმობს აჩვენებს ასე თქვა ღვთაებრივის სამართლიანობის ზეიმს ხო ანუ ის გმირი თავარი პროტაგონისტი დამარცხდა მაგრამ იზეიმა მაინც ღვთაებრივმა განგებამ და იმან იზეიმა ხო ეს არის ანუ მასხარათა თეატრი ხო აქ რო გმირი მარცხდება ანუ ეს არის აქ ისეთი სიმწარედებს ხო რომ ეს არის გამოწვევა აი ღმერთის არარსებობისადმი გამოწვევა აი კურტ ვონეგუტის რომანი არის არწეველა ფისოსათვის ხო აი იქ არის ეს რა აი ბოლოს მთავრდება რომ ასე დავწებოდიო გულაღმაო და იმ რაღაც მას დავლევდიო ას ფხნის ხო რომელიც აქვავებსო და ანუ გძელს ხვის ვაჩვენებდიო თავადაც ვიცით ვისო რა ან რაღაც ანუ ტრაგიკული კლასიკური პერსონაჟის მარცხის ხვანაერია და ეს უკვე ეს არის აი ძალიან იან კოტი არის პოლონელი მკვლევარი აი საოცარი წიგნი აქვს დაწერილი შექსპირი ჩვენ თანამედროვე და ის ხშირად აახლოვებს აბსურდის თეატრთან რა თქვა ბეკეტი იონესკო და ასე შემდეგ რა რომ ანუ ჰამლეტზე როცა შეძლოს ან სხვა პერსონაჟებზე რომ ანუ უფრო კავშირი აქვს ამ განძარცულ ან დესაკრალიზებულ თანამედროვე სამყაროსთან ჰამლეტს რა
ბოლო კითხვა. ჰამლეტის სახელთან დაკავშირებით მაინტერესებს ეს თის მაქვს სადღაც მოსვენილი, რომ გარდაცვლილი შვილის სახელი შექსპირმა ხო რაღაც ესეთი ვერსია მაქვს მოსვენილი. ნუ ეს ახლა ვერსია ალბათ ხო ერთ-ერთი. ვერს მაინც არ მოდის მაინც ჰამლეტის დაწერის ასე ვთქვათ. რატომ? ზეზი ანუ ახლა ძალიან ბევრი რაღაც უნდა გააჩნდეს ადამიანს. უნარი ნიჭი განათლება და ასე შემდეგ შემოქმედებითი უნარი რომ ეს შექმნას ახლა. ნუ ესეც არ ვიცი, აი პირადული ესე რაღაც ბიოგრაფიული ფაქტები ხო. რომ აი თქვა ბევრს არაფერს მეტყველებს. აი მაგალითად როგორც თქვით ხან ცოტა ირონიულად ვახსენეთ ეს ბიოგრაფიები ხო შექსპირის. რაღაც ისე გაუწყებენ რა, რომ აი ვთქვათ შექსპირი თამაშობდა მამის არჩედილის როლს. ანუ მე რა თამაშობდა შეხლა, ამით არაფერი არ არის რა. ანუ თავი არის სოფხედულობა რაც მას ჩამოყალიბდა. ფაბულაც ხო აღებულია დანიის სამეფოს შემთხვევიდან, რომ იქ მართლა გათამაშდა მსგავსი რაღაც და მე უკვე ეს ფაბულა გახდა ამის საფუძველი, მაგრამ საინტერესო არ არის ვთქვათ ფაბულა არის საინტერესო თვითონ ეს პერსონაჟი როგორც შეიქმნა და როგორც ჩამოყალიბდა და ჩემი აღქმით მაინც არ არის ჰამლეტი დამარცხებული პერსონაჟი როგორც არ უნდა ჩანდეს რაღაცა ერთი რაკურსით საბოლოო ჯამში მან შეძლო და ფაქტობრივად თავის საპირისპირო გმირის პატივისცემა დაიმსახურა როცა 4 შუბლზე ამხედრებული სამხედრო პატივით დაიკრა. ანუ ესეც ხო შეიძლება რაღაც გამარჯვება, შეიძლება რაღაცა განსაზღვროს ჩვენი ადგილი სამყაროში, მაგრამ რაც თვითონ გამოიმუშავა ამ შემთხვევაში და დაიმსახურა ფაქტობრივად ოპონენტი არ, ხო, ოპონენტიც არის და ძალიან განსხვავებული პერსონაჟიც არის მისგან. არის ეგ სამხედრო პატივი. ასევე მამისა ჭრილი რომ გამოეცხადა და უთხრა რომ აი რაღაცა მოკლედ ამას ეს პირდაპირ არ მიუღია ხო მისი გონების ფილტრი გაიარა და მე რაღაცა გზამოძებნა იმისთვის რომ შემოწმდა ესეც ხო იმას ნიშნავს რომ რეალურად ჰამლეტი ბევრად უფრო საინტერესო პერსონაჟია ვიდრე ვთქვათ რაღაცა მემკვიდრე რომელსაც ინდულგენციასავით ხვდა ეს ადგილი სამყაროში. კი, ძალიან ცელია რა, ანუ რაც ბევრ პრობლემას ერთად ატარებს ჰამლეტი და ანუ აი ასეთი გენიალური ტექსტები ანუ ეს ბოლომდე არ იშიფრება რა. ძალიან რთულია რა. კი, არც ისეა რომ საერთოდ არ იშიფრებოდეს, მაგრამ ანუ ყოველთვის შეიძლება რაღაც მოულოდნელი კუთხით დავინახოთ და გავიაზროთ რა და ცეხა ესე ხო ანუ რა სუბიექტის პრობლემაც არის ანუ კრიტიკის ხო აი რომ კრიტიკის უნარი არის ძალიან მძაფრი ხო ჰამლეტში ხო და ну критика რელიგიურად საერთოდ ეშმაკი საქმე დითვლია. ხო, ესეთი რაღაც, რომ ანუ რაღაც აი ეს ძალა იცი ახლა ვთქვით რომ აი ჰამლეტს უფრო რაღაც ქვემოთ მიეკაჩება, ოფელია უფრო ზემო. აი ეს აღარ დევს ჰამლეტში რა. რაც ანუ რაღაცა ცოდნასთან ერთად წმენაც უნდა ქონდეს ადამიანს რა. ანუ საერთოდ ფასეულობები, ეთიკური ფასეულობები მაშინ მახინჯდება, როცა ერთი რაღაც ხდება, რაღაც ყველაფერი რა. აბსოლუტურად. ანუ წკრივი როდესაც არის ფასეულობების, ხო? ისე თავს ვერ იკავებს ერთი ფასეულობა, ხო? და აი რაღაც ესე ძალიან წინ წამოწეული, მე რაღაცა მახინჯდება, არც წმენა ვარგა ასეთი უბუნური, არც გონება ვარგა ისეთი, რომ რაღაც სხვა ფასეულობები, აი თქვა, ახლა არ მინდა სადღეგრძელოსავით გამომიდეს, მაგრამ ეს სიკეთე და სიყვარული და ეს თუ არა თქოს, ხო? მარტო გონება, აი მაშინ ამას განახავს შექსპირი რა. ამისგან მოწყვეტილი სისტემაში რა და ხო, ანუ ის შეგვიძლია დავბეჭდებით ვთქვათ, რომ ხო, სიკვდილისთვის ხო, ზადება არის და
იფრთხება, ხო? გამიჩნდა ახლა აი ოფელიასთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, ოფელია ურიგდება დედოფალს და მეფეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც ჰამლეტს უნდა შეხვდეს მარტო, რომ ამათ დაუმტკიცოს, რომ ჰამლეტს უყვარს და ეს დამტკიცება იმისთვის არის საჭირო, რომ მეფე და დედოფალი ეჭვობენ, რომ ჰამლეტმა რაღაც ხასიათი შეიცვალა თუ რაღაც ესეთი ჭირს და ვერ ამოხსნეს რა ჭირს, ანუ ეს ვერ დაადგინეს რის გამო არის ჰამლეტის სული აფორიაქებული და აი ამ გარიგებაზე მიდის ანუ დედოფალთან და მეფესთან ერთად და ასე ვთქვათ იბარებს თუ რაღაც ანუ ამ შეხვედრას გეგმავენ, სადაც ჰამლეტი უარყოფს მის სიყვარულს და აი ეს ოფელიას მხრიდან ანუ აი არ ვიცი როცა სიყვარულზე არის საუბარი და რაღაც აი ამ ურთიერთობაზე ხო როგორი კონოტაციით უნდა განვიხილოთ, აი ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, ანუ ამ გარიგებების, ხო, ანუ პოლონიუსის და მეფე და დედოფალით, ანუ ამას ელოდებიან. ხო და ეს ძალიან საანო მენიშნა ეს პასაჟი, ასე ვთქვათ. ხო, ანუ ამოწმებს და რაღაცა საჯარო უნდათ გაიგონ რომ რა ჭირს. ხო, ანუ რა ჭირს უნდათ გაიგონ და ეს ეჭვები საიდან მოდის, ანუ ესეც საინტერესოა, ანუ რატო ჭირდებათ ეს ხო მიზეზი რომ დაადგინა და იქ არის იმაზე საუბარი, რომ ძალიან კარგი იქნება ოფელიას სიყვარული თუ იქნება მისი სულის აფორიაქების, ანუ ამოუხსნით ამ ამოცანასო, ანუ რაღაც ესეთ მარტივ გასაღებამდე უნდათ რომ მივიდნენ, ხო, მაგრამ სინამდვილეში ეგრე მარტივად აღარ დასრულდება და აღარ განვითარდება მოვლენები როგორც ეგონათ. ანუ ჰამლეტი ხომ ანუ მე თვლით თუ ისეთი ინსტრუმენტათო რომელზეც იოლად შეიძლება დაკვრასო რა და ასე არ გამოგივართო რა ხო ასეთ რაღაცას ამბობს ხო რა და იმაგას გულისხმობდი ასევე იმაში რომ კარგად გეგმავს ანუ ჰამლეტი თელს ამბავს არა მხოლოდ იმ სცენას რომელშიც გაათამაშებინებს რეალობას თუ მომხდარს ალბათ ხო ჩემი აზრით შეიძლება მიუხვდა არ ვიცი ხო ხო, მეც ეგ მგონია, ანუ ყველას ანუ მაშინ ხო რაღაცები ისე ვერ ლაგდება, ანუ ისედაც ვერ ლაგდება რაღაცები და ასეთაც, მაგრამ რაღაც იდეები არსებობს. მადლობა მოკლედ ეს. და კიდე იმის თქვა მინდოდა, რომ ანუ ეს სცენა ხო იორიკთან ანუ საუბარს გამართავს ხო ჰამლეტი. აი ასე ვიფიქრე, რომ აი როგორი რაღაც არის სიცილი მაგალითად ბახტენი წერდა რაბლეს შესახებ აქ შესანიშნავი ნაშრომი და სიცილს გააჩნია ამაღორძინებელი თვისება. უყურთ ხოს უნდა გააჩნდეს რა. ეს არის მისი კლასიკური ვარიანტი და ფუნქცია, ხო? ის თქვა აბუჩაბდიგდებს, ცოტა შეიძლება ან დაამცირებს რაღაცას კარნავალურ ვარიანტში ჩამოაქვეითებს, მაგრამ ამავე დროს არის კეთილგანწყობი ამავე დროს სურევს ამას აღორძინებას ხო ანუ კი აბუჩა დაიგდეს მაგრამ ამავე დროს ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია აღორძინების ხო და ჰამლეტი ამასამს აი ეს დამთავრდა რა ანუ სიცილის კლასიკური გაგება დამთავრდა რა ჰამლეტთან ეს უკვე სასაცილო კი აღარ არის პირდაპირ და ეს აღორძინების ვარიანტი მოშლილია რა უფრო ეს არის განადგურება მაგას აკეთებს რა აი ეს არის გამანადგურებელი არის რა ჰამლეტი ანუ ყველას ანადგურებს ხო აი ხან ფიქრობ ხო მეთქი რაღაც მოუძებნ პოზიტიური მაინც ადამიანები ასეთები ვართ რომ რაღაც გვინდა რომ იყოს კარგად დამთავრდეს ჰამლეტი ასეთი არ არის ანუ ბოლომდე გადის რა ანუ ყოველგვარი ან ბოლოს პოზიტიური არ არის რა არაფერი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავინახე რომ ამიტომ რაღაც უხერხულობას გზნობდი ხო რომ ამზადებდი მასალას ამლეთზე რომ ხო ანუ არ მახსოვს გონი ბორხესმა თუ არა ბორხესმა რა სხვა უწოდა კირკეგორს თემურლენგივით იყო რა არ ვიცი ხა რამდენად მართალია ეს პერსონაჟი მაგრამ ეს საყვედური მაგრამ თემურლენგი იყო ადამიანი რომელიც იყო სულ ნეგატიურად მომართა სულ მომობდა სულ ანგრევდა რა და რაღაც კლასიკური ფილოსოფიაში ასე რომ ბოლოს რაღაც პოზიტიურამდე უნდა მიხვიდე ადამიანი კი ეს თავიდან ეს გრევა ნუ ახლა არ ამი გაგებით რა რაღაც მივარდები და ქალაქს დაანგრევდა რაღაც
უბრალოდ იმ შაბლონური აზრების მსხრევა და რაღაც. ეს ხომ აი ბოლოს რაღაცად უნდა მივიდეს ადამიანი. ანუ პირგებოს ამას აყუდურობდნენ და თემურლენგში არის რა, ანუ სულ ისე გაიარაო რა, თემურლენგივით რა. ანუ ჰამლეტიც ასეთი არის რა. რაღაცა რთულია, მაგრამ რაც არ უნდა მწარე იყოს, გაკვეთილი ყოველთვის მაინც ასეულია რა. ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა რაც აგულისხმო დასკვნები გააკეთოს. კარგით. მეტი თუ არაფერი გაქვთ. მეტროს არ წაგართმეთ. ისედაც ვადლება რომ გამიცეთ. ვადლი.